გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. მარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ 3 თვეში ზრდამ 9.3% შეადგინა. საქართველოს კერძო სექტორის, ანუ DRG-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 2025 წლის მარტში 14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი. მეორე თვეა ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელს გადაცდა და აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა. თვიურ წილში ინფლაციის ზრდა 0.2%-ით იყო. ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში სესხის გადატანისას წინსრების მაქსიმალური საკომისიო 0.5%-მდე შემცირდა. 1 მაისიდან ფიზიკური პირებისთვის და 2 მილიონ ლარამდე ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხების ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანისას რეფინანსირების სესხის წინსრებით დაფარვის საკომისიო 2-დან 0.5%-მდე შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ფულადი ჯარიმები დაადგინა, რომლებიც ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. ჯარიმების მოცულობა 5.000-დან 20.000 ლარამდეა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში 19 კომერციული ბანკის ჯამურმა მოგებამ 748 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 5.2%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-მარტში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა. მარტში საბანკო სესხების მოცულობა 63 მილიარდს შეადგენდა, ხოლო არსებული დეპოზიტები 58 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გამოდის, რომ 2025 წლის მარტში დაკრედიტება 832 მილიონი ლარით, 1.33%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის მარტთან შედარებით საბანკო დეპოზიტების მოცულობა 11.27%-ით არის გაზრდილი. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15,000 კვადრატულ მეტრამდე არის დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თავად ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრე ფიზიკურ პირებს დაზღვევა არ აქვთ. მოვაჭრეებს ამ კვირაში რამდენიმე შეხვედრა თბილისის მერიაშიც ჰქონდათ. შემოსავლების სამსახურმა კი მათ უკვე განუცხადა, რომ საქონელს ჩამოაწერს, რის შედეგადაც ანულირდება მოვაჭრეების საგადასახადო ვალდებულებები. გუშინ შაბათ დღეს თბილისის მერიამ ადგილზე უკვე გამწვენდითი სამუშაოები დაიწყო. ბოლო 5 წელში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა თითქმის გაორმაგდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით გასულ წელს სადაზღვევო სექტორი დამატებით 18%-ით გაიზარდა და მოზიდულმა პრემიამ 1.259 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობამ კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ დადგენილება გამოსცა. საუბარია 2020-2023 წლებში დაკისრებულ ჯარიმებზე. სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75%-ისგან განთავისუფლდებიან, თუ დავალიანებების 25%-ს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ. სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვადა კიდევ თვენახევრით 15 ივნისამდე გადავადდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ 2 მაისს გამოსცა. აქამდე სტაციონარულ კლინიკებს აკრედიტაციის წარდგენის ვადა 1 მაისამდე ჰქონდათ. ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა და ქვეყანამ 180 ქვეყანას შორის 103 ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა. 28 აპრილს მთავარი არხის თანამშრომლებმა ოფიციალური შეტყობინებაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდა. არხის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა შეტყობინების ავტორი, რომლის მიღების შესახებ თანამშრომლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არხი საბოლოოდ წყვეტს არსებობას.
მაგტიკომი ზოგიერთ ულიმიტო მობილურ ინტერნეტ პაკეტს აძვირებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ახალი ტარიფები მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედება კომპანიის ინფორმაციით, ტარიფის ცვლილება შეეხება კვირის და თვის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებს. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დროებით ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა. რუსული მედიის ინფორმაციით 30 წლის შემდეგ პირველად მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს. შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე. წვდომის შესახებ კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. ასე გამოიყურებოდა გასული კვირეულის მთავარი ამბები. დროა რამდენიმე მათთაგანი ჩავშალოთ და დავიწყოთ ამით ჩვენი კვირის გადაცემა. ვიესალმები საქმიან საზოგადოებას, ეს BMG-ა და მისი ტელეპროექტი ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად და ერთად შევაჯამოთ გასული კვირის მთავარი ამბები და მონაგარი საქართველოს ეკონომიკისთვის, გადავხედოთ რეგიონის და მსოფლიო ეკონომიკის თემებსაც. გასულ სამუშაო კვირაში, ბოდიში მომითხოვია, ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარდა, დოლართან მიმართებით 13% შეადგინა გამყარებამ, 2.74-ზე ლარი, ევროსთან მიმართებით 86% თეთრი, ევრო 3.11 ლარია, გირვანქა სტერლინგთან შემიმართებით 72%-ით, ფუნტ სტერლინგი 3 ლარი და 62 თეთრი ფასებს. აი ესე გამოიყურება. მოდი გადავხედოთ ყველა სხვა ძირითად პარტნიორ ვალუტებთან ლარის პოზიციები, როგორც მოგახსენეთ, ყველასთან გამყარება აჩვენა ლარმა და შესაბამისად ზუსტად ეს არის ის ვითარება, რაც გვაქვს დაწყებული დოლარიდან ვიდრე უკრაინულ ჰირინამდე. შესაბამისად, გასულ კვირაში შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ეკონომიკური ზრდის თემატიკაზე, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოქვეყნებულია, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9%-ით, სამ თვეში კი, ანუ ჯამური აგრეგირებული მაჩვენებელი რო ავიღოთ, რომელიც ცხადია გასაშვალოებული აქვს, საქსტატს მან 9.3% შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს კერძო სექტორის, ანუ DGG-ს გადამფრენი კომპანიების ბრუნვას 2025 წლის მარტში 14 მილიარდი ლარი დადგა საბოლოო შედეგი, ეს თითქმის 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთავრობის ვერსიით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი აქვს ინფორმაციის და კომუნიკაციების პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს, ტრანსპორტს და დასაწყობებას, მშენებლობის დარგებს. კლების ტენდენცია ფიქსირდება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, ინფორმაცია და ტექნოლოგიებზე, როცა არის აღნიშნა, რომ მათ შეასრულეს ზრდის ტრიგერის როლი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ქვეყანაში ქმნიან სხვადასხვა ტიპის სერვის ცენტრები, რომელთა ჯამში call ცენტრები ჰქვია და ასევე სხვადასხვა ტიპის outsource სერვისები. რაც შეეხება სატრანსპორტო ინდუსტრიის ზრდას, 2024 წელს გვაქვს ესეთი ვითარება, გადაზიდვებში ყველაზე დიდი წილი საგზაო გადაზიდვებს უკავია 2023-თან მიმართებით. საგზაო გადაზიდვების შარშანაც საკმაოდ მაღალი იყო, TBC კაპიტალი აქვეყნებს ამის თაობაზე კვლევას და შარშან საგზაო გადაზიდვები რეკორდული 14.800.000 ტონამდე გაიზარდა, წლიური ზრდა 4%-იანია. ორგანიზაციის ანგარიში ასევე წერია, რომ შედეგები ხაზს უსვამს საგზაო ტვირთების გადაზიდვის მდგრადობას ყველა ტვირთის სეგმენტში. საგზაო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი წილი კვლავ მეზობელ ქვეყნებში ტრანზიტს უკავია, საგზაო სატრანზიტო გადაზიდვების 19% რუსეთ სომხეთზე მოდის, 9%-იანი წილი მეგობრებო თურქეთ-აზერბაიჯანს და თურქეთ-რუსეთს შორის გადაზიდვებს უკავშირდება. ეს არის ტრანზიტის თემა. შარშან საქართველოში სულ 875,000. კი ბატონო. სატვირთო მანქანა შემოვიდა, აქ წლიური ზრდა 3%-იანია, წინა წლების მსგავსად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2024 წელს სარფში 241,000, ეს პირველ პოზიციაზე რომელიც არის სატვირთო მანქანა შემოვიდა 2023 წელთან შედარებით, ეს არის 7%-იანის და შემდეგ ადგილზე არის ყაზბეგის გამშვები პუნქტი 200,554 სატვირთო მანქანით და მესამეზეა უკვე წითელი ხიდი.
დიახ, წითელი ხიდი აქტიური ზრდა, ესე იგი ყაზბეგში არის 7%-იანი და წითელ ხიდზე 3%-იანი. სხვა შორის ზრდა დადო, მინდა გითხრათ ავიაგადაზიდვების სერვისმაც, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიების მთავარი შემოსავლის წყაროა 2024 წელს საქართველოსთან საჰაერო გადაზიდვები წლიურად 34%-ით გაიზარდა, ჯამში ავიაკომპანიებმა 26,200 ტონა ტვირთი გადაზიდეს. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, არსებული მდგომარეობით აპრილის მაკროეკონომიკური ფაქტორების უმეტესობა მეგობრებო ჯერჯერობით ცნობილი არაა და ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება იმპორტ-ექსპორტის და ფულადი სტატისტიკის შესახებაც ინფორმაცია, რასაც დამატებით გეტყვით. ხოლო ტურიზმის და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კიდე უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, მაგრამ ის რაც უკვე ვიცით და შეგვიძლია გაგიზიაროთ, არის შემდეგი, რომ საქსტატმა 2025 წლის აპრილში ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წლიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. ეს არის მარტში არსებულ 3.5%-თან შედარებით 1% პუნქტით ნაკლები. ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 7%-იანმა მატებამ მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ სურსათზე არის ფასები ყველაზე მეტად გაზრდილი. რაც იდეაში სიმართლეა და ეს სიმართლე იყო ადრეც, ვიდრე ამ სიმართლეს ოფიციალური სტატისტიკაც დაეწეოდა. ამ ჯგუფს უფრო დეტალურად რომ ჩავხედოთ, ეხლა დავინახავთ, რომ ფასები გაიზარდა ზეთზე და ცხიმზე, ეხლა ხედავთ ეკრანზე, ბოსტნეულზე და ბახჩეულზე თითქმის 17%-ით, ყავა, ჩაი, კაკაო მსოფლიოშიც იზრდება და ჩვენ როგორ ჩამოვრჩებოდით თითქმის 16%-ით, გაზრდილია ფასები შაქარზე, ჯემზე, სხვა ტკბილეულზე, რაც ნაკლებს მიითმეთ ტკბილეულს, მით უკეთესი და მე ნაკლებად დამემსგავსებით, პური და პურპროდუქტები 8.3%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები 8%, თევზეულს მიაწექით, რომელიც გაზრდილია 6.1%-ით, რძე, ყველი და კვერცხი, თავარია სკინტლის გარეშე იყოს, 5.9%-ით გაიზარდა, ხორცი და ხორცპროდუქტები 0.7%. ამასთან ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე 8.3%-ით. ფასების ზრდის საერთო დონეზე გვარიანად იმოქმედა, მინდა გითხრათ, ჯანმრთელობის დაცვის კლასიფიკატორებმაც. ამ ჯგუფში ფასები მომატებულია ჯამურად 9.2%-ით, რამაც წლიური ინფლაციაზე არასრული 1%-იანი ასახვა ჰპოვა. ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 9.5%-ით, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურის და მოწყობილობის მიმართულებით და ასევე საავადმყოფოების მომსახურებაც 7.6%-ით არის გაზრდილი. სხვათა შორის ჯანდაცვაზე რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა გასულ კვირაში, რომელიც ამ ინდუსტრიაში ჩართულ ინვესტორებს, აღმასრულებებს თუ ექიმებს დაგაინტერესებთ. მთავრობა შესაბამისი სამინისტროს სახელით, რომელსაც BMG-ს გამორჩეულად უყვარს და პირადად ჩემგანაც ზუსტად იგივე მოკითხვები მათ კოლეგებთან ერთად. მოკლედ, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს და აი აქ დეტალები ცნობილი ცხადია ბოლომდე არ არის და ყველაფერი როგორც ყოველთვის და წინა წლებშიც იყო საკმაოდ ზოგადია ჯერჯერობით, თუმცა დამაიმედებელია, რომ დეტალური გეგმის წარმოდგენა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში მოხდება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისეთი კომფორტული წრე, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მათი ხედვების გავრცელებაზე პასუხისმგებლები დაგეგმავენ. არც ეგ არ არის პრობლემა და რაც დადასტურებულად ვიცით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და ეს გაჟღერებული გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს დაახლოებით 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ ჯანდაცვის სექტორს დაახლოებით 160 მილიონიანი შეღავათი მისცეს. აი ესე ითვლიან ამას ჯანდაცვის სამინისტროში ვეფს გეტყვით. მე შეგახსენებთ, რომ ვინც არ იცით თუ რას ნიშნავს პირველადი ჯანდაცვა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი რეფორმა, რომელმაც რბილად რომ თქვა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან დაიგვიანა დროში და მხოლოდ ქაღალდზე ნიშნავდა საქართველოში პირველადი ჯანდაცვა თავისი ფუნქციით მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და შემდგომი გაუმჯობესების ძირითად რგოლს წარმოადგენს, რომელმაც საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის მისი სამსახურებისადმი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ის მოიცავს დაავადებათა პროფილაქტიკას, ანუ პირველადი ჯანდაცვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობას და გაუმჯობესებაზე მიმართულ ღონისძიებებს, მოსახლეობის განათლებას, დაავადების პროფილაქტიკის და ზოგადად ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ
ამბებს და მიყოლას. აი ეს არის სულ ამ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის შესახებ, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებმა პირველადი ჯანდაცვის გარდა კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერეს, რომელსაც მოისმენდით ჩვენს ტელეპროექტშიც, ჯანდაცვის სტანდარტი. ბარემ მოდი მეც გეტყვით. ვიქნები მესამე ხმა ამირან გამყრელიძესთან და ნინი ლონგურაშვილთან ერთად მთავრობამ კლინიკებისთვის COVID-დან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ დადგენილება გამოსცა. საუბარია 2023 წლებში დაკისრებულ ჯარიმებზე სამედიცინო დაწესებულებების ჯარიმის 75%-ისგან განთავისუფლება, თუ დავალიანების 25%-ს კლინიკები დაფარავენ და საკითხთან არსებულ დავებს შეწყვეტენ. მთავრობა მზად არის მათთან გააფორმოს შეთანხმება. მოკლედ, დავებში იგულისხმება სასამართლო დავებიც, კლინიკების ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია. მიხეილ სარჯოლაძის მოსაზრებით შემუშავებული მოდელი, რომლითაც ჯარიმებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს, ის თვლის, რომ ის სამართლიანი შეთავაზებაა და ამის თაობაზე ყოფილა კონსულტაციები თავად სამედიცინო დაწესებულებებთან. ბატონი სარჯველაძე ასევე აღნიშნავს, რომ არის გარკვეული სამართლებრივი დავებიც, რადგან სექტორში ფიქრობენ, რომ თავად შემოწმების პროცესში იყო ხარვეზები და მე მდამჩნევს თავშეწილება, რომ ბატონ სარჯველაძეს ეს დავები ასევე პრობლემატურად მიაჩნია. მთავრობის სახელი ცხადია. კიდევ ერთი თემა, რაც მიმდინარე კვირაში გამოიკვეთა, არის შემდეგი, რომ მთავრობა ამკაცრებს დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლს. კერძოდ, საუბარი რაზეა? ნახეთ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად 1 მაისიდან კომპანიის ხელმძღვანელებმა ეს უნდა გაითვალისწინოთ, საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. და დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყაროც. საპენსიო ფონდს კი შეიძლება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიები დააჯარიმოს. პირველ ჯერზე ჯარიმა შეიძლება იყოს 500 ლარი, აი განმეორების შემთხვევაში კი იქნება 1000 ლარი. აი ამ თემაზე ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, რომელიც ცხადია პირველ რიგში BMG-მ ამოაგდო და წარუდგინა საზოგადოებას და მთავარი პრობლემა გახლავთ არც თუ რთული თემა, გადასაწყვეტა და ნორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას იმ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, თუ კი მომდევნო პერიოდში დეკლარაციას თავად დააზუსტებს და არასრულად გადახდილ საპენსიო შენატანებს სრულად დაფარავს. ანუ საუბარია მასწეთ, რომ თუ გამოვასწორეთ შეცდომა, შესაბამისად სანქცია ბიზნესს უღარ წარუდგება. მგონია, რომ ეს თემა იოლად გადაწყდება და ამის თაობაზე ბიზნესი მიაღწევს შეთანხმებას მთავრობის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ რეკორდულად იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი და ბიუჯეტიდან მათზე დახარჯული თანხებიც. ხო და რატომ იზრდება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა და არის თუ არა სოციალური დახმარება მართლაც მიზნობრივი? მინდა გითხრათ, რომ კითხვები ამ თემაზე არსებობდა ბევრი და არის დანამდვილებით ბევრი და არსებობს კიდეც საფუძველი, არსებობდეს ეჭვი, რომ ამ და სხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართული უამრავი, რბილად რომ ვთქვათ, არადანიშნულებისამებრ პირები და სირბილის გარეშე რომ ვთქვათ, ჩართულები და მიწერილები არიან უბრალოდ ამ პროგრამაში, დაწყებული, რა ვიცი, კტარისულებიდან დასრულებული ცოცხალი სექსუალურად მხრე და პოლიტიკურად მართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებით. ასეთი არაერთი სახელმწიფო პროგრამა და ხარჯი არის გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტით. ეს იმ ბიუჯეტზეა საუბარი და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, რომლის გამჭვირვალობითაც თავს, სხვათა შორის ამ ბიუჯეტის დამგეგმავებიც, აღმასრულებლებიც თუ შემფასებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იწონებენ თავს. ამაზე სხვა დროს, რას წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტი, მანამდე კი მოვიკითხოთ და დავსვათ აი ესეთი კითხვა. რატომ იზრდება არნახული ეკონომიკური ზრდის პირობებში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი? და თუ ასეთი არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რატომ იზრდება ბიუჯეტიდან დანახარჯები აი ასეთი კატეგორიის, ანუ გაჭირვებულ პირებზე? მარიამ ვარადაშვილმა მოამზადა ამ თემაზე სიუჟეტი და ჩვენ მხოლოდ ხსნით ამ სიუჟეტით ამ თემაზე დისკუსიას. დანარჩენი მოგვიანებით.
ქვეყანაში საარსებო შემწეობა 700,000-ზე მეტი ადამიანი იღებს. მარტში სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობა ჯამში 700,470 ადამიანმა მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 235,287 სახელმწიფოს დასაქმების პროგრამაში ყავდა ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 წლის განმავლობაში ამ ადამიანებს სტატუსი უცვლელად უნარჩუნდებათ და დახმარებას იღებენ. მარტში ბიუჯეტიდან მათ დახმარებაზე 71,111,640 ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებია საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა სოციალური შემწეობის მიმღებების რიცხვი მაინც იზრდება. ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა ზრდის მიზეზი დასაქმების პროგრამაა, რის გამოც სოციალური მომსახურების სააგენტო ათასობით ადამიანს აღარ ამოწმებს. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე დასაქმების პროგრამის მიღმა დარჩენილი შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება. დღეს პრაქტიკულად ბევრ მიზეზთა გამო ეს აბსოლუტურად ახსნადია, რატომ იზრდება რიცხვი და არ კლებულობს და ისიც გადასარევად მოგიხსენებათ, მე მგონია კარგად მოგიხსენებათ ეს თქვენს, რომ რეალურად იქ არსებული რაოდენობა ადამიანებისა რეალურად არ ასახავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგომარეობას, რაოდენობას, ბაზას და შემადგენლობას. სამწუხაროდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბაზაში და ამაზე გახსნილად უნდა ვისაუბროთ, დღესაც არსებობენ ადამიანები რეგისტრირებული, შემორჩენილი რეგისტრაციით იღებენ შემწეობას, მათ შორის ისეთი, რომელთა მდგომარეობაც შეიძლება გადამოწმების შემდეგ ნამდვილად აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არის. მე რამ ადამიანებს გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან ვუხდით ფულს და თუ ისინი კარგად არიან შედარებით, რატომ ვუხდით? მათ შორის ამას აქვს თქვენ მოგეხსენებათ, რომ არაერთგან იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდეს სოციალური შემწეობა. მიზანი და მთავარი ფუნქცია და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ადამიანებში, რომლებიც არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათში წახალისდეს მაქსიმალურად ის, რომ მათ იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა სიღარიბესთან ბრძოლისთვის გაიცემა. წელს ბიუჯეტიდან ამაზე დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს და მისი მიზანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. თუმცა გაზრდილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ ეს შემწეობა მიზანს ვერ აღწევს. ახლა უკვე პოლიტიკიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომის უნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედა. წელს ამ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 103 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. პირობების მიხედვით, თუ კი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები საკუთარ სამუშაოს გააფორმალურებენ, ანუ ლეგალიზაციას მოახდენენ, ან უბრალოდ ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა. დამატებით გაწეულ შრომაში კი ყოველთვიურად 300 ლარს დაუმატებენ. პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 99,707 სოციალურად დაუცველი ყავს დასაქმებული. თითქმის 33,000-მა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. ჯანდაცვის ექსპერტი ანდრეა ურუშაძე შემწეობის მიმღებთა რიცხვის ზრდას არჩევნებსაც უკავშირებს. არის რაიონები, სადაც ამ დახმარებას იღებს მოსახლეობის და ოჯახების 50%-ზე მეტი. ეს ცხადია ჩვენ გაგებას სიღატაკის და სიღარიბეს ოდნავ სცილდება. და უფრო გავს უნივერსალურ სოციალურ დახმარებისკენ წავიდეს. აქ დიდი ალბათობით ეს გაზდა, როდესაც უკავშირდება ხოლმე ამ პოლიტიკურ კალენდარს და არჩევნებს, ხშირად არის ხოლმე ასე ვთქვათ გარკვეული პოლიტიკური ის მიზანშეწონილობა აქვს, რომ კმაყოფილი მოსახლეობის ხმები მოიკრიბოს თქვათ ამ პროგრამის დახმარებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ბევრი იყოს თქვათ ეს შეცდომები ჩართვის, ხო? ეს არ არის ეს პროგრამის ხარვეზე, ეს არის ალბათ ზოგადად ეს გულუხობა, ხო? ესე ბჭყალებში რო ვიხმაროთ, უფრო არის არჩევნების შედეგი და არჩევნების დროს გარკვეული ოჯახების მომადლიერების სურვილი. სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა 4 წლიანია. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს ჩართული ბენეფიციარებისთვის პროგრამა 2026 წელს დასრულდება. თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით გაგრძელდება ის 2026 წლის შემდეგ. ამიტომ ურუშაძეს ვკითხეთ, ველოდოთ თუ არა 2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა რიცხვის კლებას.
არ ამგონია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს პროგრამა გადაიქცა გარკვეულწილად ფულის დარიგების ინსტრუმენტად, ხო? კი, ამას თავისი როლი აქვს და საბედნიეროდ ამ პროგრამით ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახი დღემდე იღებს დახმარებას. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რაღაცა რა, რომ ზოგადად თუ გვინდა რომ ჩვენი სოციალური ხარჯები და სოციალური პოლიტიკა იყოს შედეგიანი, დამოუკიდროს ეფექტური, მაშინ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბიუჯეტით პირველ რიგში ისარგებლოს ყველაზე ღარიბმა მოსახლეობა. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რასაც ოცნების მთავრობა საკუთარ სწორ პოლიტიკას მიაწერს, უფრო და უფრო იზრდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანების რიცხვი, რომელთა დახმარებაზეც მილიარდობით ლარი იხარჯება. თუმცა აქედან ნამდვილად რამდენ სჭირდება ეს დახმარება უცნობია. შესაბამისად, ლეგიტიმურია კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკის გამართულობაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. ვაგრძელებთ საქართველოს ეკონომიკაზე საუბარს და მის მიმოხილვას კვირეულის მთავარი თემების ჭრილში, ეს არის BMG და კვირის გადაცემა ბიზნესის კვირეული გიორგი ისაგაძესთან ერთად. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვის ოპერაციებს ახორციელებს. მარტში მისი მოცულობა 102 მილიონი დოლარი იყო, სავალუტო რეზერვების დაგროვებაზე საუბარი. აპრილში კი TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას პროგნოზით მისი მოცულობა 102 მილიონ ლარზე მეტიც იქნება. ჩვენ რასაც ვხედავთ, გადახდის არხებზე დაკვირვებით, აპრილში მართან შედარებით უფრო მაღალი აქტივობა ფაქტორებს, რაც შეეხება გასულ წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ტურიზმის ზრდის ტემპი შენელებულია, თუმცა ბოლო პერიოდში აქაც გაუმჯობესებაზე მიუთითებს. სხვა ფაქტორებს, რაც შეეხება საკრედიტო აქტივობა ძლიერია და ვხედავთ დეპოზიტების ლარებში გადმოხურდავების ტენდენციებს და ის, რაც ადრე დოლარში გადახურდავდა, მცირე ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლარში მოდის. დოლარის დასუსტება საერთაშორისო ბაზარზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს. აღნიშნავს ოთარ ნადარაია. პოზიტივში ჩახურეს გასული სამუშაო კვირა TBC ვახსენეთ. ქართულმა საერთაშორისო კომპანიებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, როგორც მოგეხსენებათ, ასეთი სამი ყავს საქართველოში. საქართველოში რა, რეგიონში არიან სამი, ეს არის TBC, საქართველოს კაპიტალი და Lion Finance Group-ი, რომელიც ძველი BGO სტიკერით არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იქ უმაღლეს ლიგაში ფეხბურთთან ასოცირებით, მაინც რომ მიხვდეთ, რას ნიშნავს ლონდონის საფონდო ბირჟას ფუტსის აი ამ ლიგაში ყოფნა. მოკლედ, საქართველოს ბანკის ჯგუფის BGO სტიკერით აქციების ფასი გაზრდილი არის, შენ ხარ ჩემი ბატონი. 5.48 მეასედით, ამჟამად ერთი აქციის ღირებულებამ უკვე 60 გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უახლოვდება. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 42.37 მეასედით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება TBC PLC აფიქსირებს 3.30% ზრდას. ბანკის ერთი აქცია ამჟამად 47 გირვანქა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 60 მილიონ გირვანქა, ან 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს აქ. ბოლომდე არ არის. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების საბაზრო ფასი მეგობრებო არის გაზრდილი თითქმის 68%. და მესამე კომპანია ეს არის GCAP-ის, ჯორჯია კაპიტალი, რომელიც CGO სტიკერით არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ირაკლი გილაურის კომპანია 5.66%-იანს დასაფიქსირებს, ერთი აქციის ფასი 16 გირვანქა სტერლინგია, თითქმის 17 გირვანქა სტერლინგია და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 782 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 60%-ზე მეტით გაიზარდა. რაც შეეხება ვითარებას ზოგადად საერთაშორისო ბირჟებზე და ზოგადად თუ როგორ ჩაიხურა გასული კვირეული გლობალური ინდექსებისთვის, აი გადავხედოთ გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის შედარებით და რა შედარება პოზიტიური იყო, შეხედეთ Dow Jones-ი, Nasdaq-ი, S&P 500-ის ინდექსების ღირებულება. ნუ საშუალოდ 3%-ით არის გაზრდილი. პლუსში არის ევროკავშირის სტოქს
600-ის ინდექსი ფლაგმანური, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს და მან 3.5%-იანი ზრდა მისცა. ასევე გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225-ს, რომელიც 4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $61 პარკლებში ჩაიხურა კვირეული, WTI $59 ივაჭრება, რაც კვირაში 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, როგორც იქნა $60 პარკლებში ჩამოვიდა ურალსი, ეს იყო ის ზღვარი, რომელიც სანქციების სახით დაუდეს რუსულ ნავთობს, რომელიც კაციშვილმაც არ დაიცვა და იდეაში არც ქალიშვილებს არ დაუწვიათ ეს ამბავი, რუსეთი მშვიდად ყიდდა ამ ნავთობს თავისი ჩრდილოვანი ფლოტის საშუალებით. ბუნებრივი აირის შემთხვევაში ევროკავშირის მასშტაბით მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 33 ევროს ფარგლებშია, ეს 2%-იან კლებას წარმოადგენს, ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასი კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა $3,325. ყოველთვის მიზანში BMG უმსხვილესი ბიზნეს მედია საქართველოში და რეგიონში. 2025 წლის პირველ კვარტალში შეერთებული შტატების ეკონომიკა შემცირდა განსხვავებით საქართველოსგან, რაც სამთავრობო ხარჯების შემცირებითა და იმპორტის ზრდით აიხსნება. კომპანიებმა ქვეყანაში დიდი რაოდენობის პროდუქტის იმპორტი ცხადია ტარიფების ამოქმედებამდე განახორციელეს და ეს არის ერთგვარი სტოკის, ბაზის და მარაგების მომარაგება, უკაცრავად ტოპოლოგიისთვის. ვაჭრობის დეპარტამენტი შეერთებული შტატების გვეუბნება, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 0.3% შემცირდა, რაც გასული წლის ბოლო კვარტლის 2.4%-იანი ზრდის შემდეგ საკმაოდ დიდი ვარდნაა. ამასთან ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ ესე ვთქვათ უნივერსალური ტარიფების დაწესება და არასტაბილური განწყობების ჩამოყალიბება უძღოდა წინ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტარიფების ეკონომიკაზე სრული გავლენის შეფასება ჯერ ადრეა. იმპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის კალკულაციაში ზრდას ეწინააღმდეგება. მოსაუდნელია, რომ რამდენიმე თვეში ეს მაჩვენებლები გადანაცვლდება და აღნიშნული ეკონომიკური ყევები კი ეკონომიკის ცუდ მუშაობაზე ცხადია არ მიუთითებს, უბრალოდ ფედერალური მთავრობის ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი, სამომხმარებლო ხარჯები წლის პირველ კვარტალში გაიზარდა, თუმცა შედარებით ნელი ტემპით, ვიდრე 2024 წელს იყო. ცხადია ეს უკვე გამოცდილი და აპრობირებული ხერხია და ეკონომიკის შემცირებაში პრეზიდენტმა ტრამპმა მისი წინამორბედი ჯოზეფ ბაიდენი დაადანაშაულა. სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანაში ინვესტიციებს გაზრდის და ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს. სად იყო ბაიდენი სისხლიანი 9 წლის ან 13 წლის დროს პასუხი არ არის. მანამდე როგორც მოგახსენეთ, ეს კვირა ნამდვილად პოზიტივში იყო და ის 3%-იანი ზრდა, რომელიც ბირჟებზე დადეს ამ კვირაში, რაც ბირჟებზე დაიდო ამ კვირაში, ძირითად ინდექსებზე, შეგვიძლია ცალსახად მივაწეროთ იმას, რომ ამ კვირაში ამერიკის პრეზიდენტი უფრო ჩუმად იყო, ნაკლებ განცხადებებს აკეთებდა, რაზეც მინდა გითხრათ, საკმაოდ მძიმედ რეაგირებს მსოფლიო ეკონომიკის მთავარი ქუჩა, Wall-Street-ი. საფონდო ბირჟა ყოველთვის იყო წარმატების საზომი მსოფლიო ბიზნესისთვის, თავისი მუდმივად მზარდი ინდექსებით და დოლარი, რომელმაც ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები და შესუსტება. ცხადია, დოლარი პოზიციებს დიდად არ დათმობს, დაიბრუნებს, რადგან მრავალწლიან ჰეგემონიას მსოფლიოში მისას დიდად არაფერი ემუქრება. ამის მიზეზი ბევრია და თემის გარჩევას ახლა არ შეუდგები, ისევე როგორც არც რაიმე მსოფლიოს სხვა ვალუტებს აქვს ამ პრეტენზია, ან სურვილი, ან სულაც მზაობა გახდეს მსოფლიოს მთავარი საანგარიშვალე ვალუტა. ჯამში ეს არის ერთობლიობა მიზეზების. მანამდე ალბათ ჯობს ბობოქარი მოვლენების მთავარი შემოქმედების. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 100 დღე ჩვენებურად შევაჯამოთ, რომელიც მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ეს არის უნიკალური 100 დღე ამერიკის ისტორიაში, მაგრამ რას ფიქრობს ამის თაობაზე გიორგი თოლორდავა? ამას გავარკვევთ მის მიერ მომზადებული ანალიტიკური ვიდეო მასალიდან. თეთრ სახლში დაბრუნებული დონალდ ტრამპი ძველებურად სკანდალური და აგრესიული სტილით იწყებს მის მეორე საპრეზიდენტო ვადას. ტრამპის ზეობის პირველი 100 დღე ამერიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ერთი სიტყვით შეიძლება შევაჯამოთ: ქაოსი.
ტრამპი დაბრუნდა არა როგორც მორიგი პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლიტიკურ სისტემასთან ომის გამოცხადების მსურველი მეამბოხე რეფორმატორი. მისი პირველი გადაწყვეტილებები გარკვეულწილად თავდასხმად შეიძლება ჩავთვალოთ როგორც შიდა სამთავრობო სტრუქტურებზე, ისე გლობალურ ეკონომიკურ წესრიგზე. მოგეხსენებათ, ტრამპმა გათავისუფლების დღეს მთელ მსოფლიოს სავაჭრო ომი წამოუწყო და 180-მდე სახელმწიფოსთვის სატარიფო რეჟიმი აამოქმედა. თუმცა რამდენიმე დღეში ეს ამბიციური გეგმა შეცვალა და ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა. ტარიფების გამო ევროკავშირმა, კანადამ და მექსიკამ საპასუხო ტარიფები შეიმუშავეს. ჩინეთმა კი ღიად განაცხადა, რომ ის ამერიკასთან სავაჭრო ომისათვის მზად იყო და პეკინი უკან არაფერზე აღარ დაიხევდა. ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის წყალობით საფონდო ბირჟაზე არნახული პანიკა შეიქმნა. კომპანიების ხელმძღვანელები გაფრთხილებებს ავრცელებდნენ წარმოების ხარჯების ზრდისა და მოგების შემცირების შესახებ, რასაც ინვესტორები, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიურად იღებდნენ. მართალია ამჟამად ვითარება შეცვლილია, თუმცა ტარიფების გამოცხადების პირველი 48 საათი საფონდო ბირჟის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ზოგადად, უოლ-სტრიტს არ უყვარს გაურკვევლობა. ტრამპის ქმედებებმა კი უფრო პანიკური გაურკვევლობა მოიტანა, ვიდრე უბრალოდ დაბნეულობა. S&P 500 ინდექსი ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში თითქმის 8%-ით დაეცა. თუმცა თუ 8 აპრილის მინიმუმს გავითვალისწინებთ, მაშინ თითქმის ორმაგ ბარდნას დავინახავთ, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი დასაწყისია ახალი პრეზიდენტისათვის. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, რომლებიც ადრე ტრამპის საგადასახადო პოლიტიკით სარგებლობდნენ, მისი ახალი შეზღუდვების გამო მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. მათ შორის იმ მილიარდერებმაც, რომლებიც ტრამპის ინაუგურაციას პირადად ესწრებოდნენ და მის სიტყვით გამოსვლას ტაშს გულმხურვალედ უკრავდნენ. დიდი შვიდეული სტატუსის მქონე ტექნოლოგიური გიგანტების შემთხვევაში ჯამური დანაკარგი $2.5 ტრილიონ აღწევს, რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად ვერ არის. ბირჟის დაღმასვლის ფონზე ამერიკული დოლარი მკვეთრად გაუფასურდა. გლობალური რეცესიის დაწყების რისკი გაიზარდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, სახელმწიფოებმა ამერიკული სახაზინო ობლიგაციების თავიდან მოშორება დაიწყეს, რაც ზოგადად ფინანსური არმაგედონის წინაპირობად ითვლება. გლობალური წესრიგის თავდაყირად დაყენებასთან ერთად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, ანუ DOJ-ის ჩართულობით ტრამპმა ფედერალური სტრუქტურებიდან ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლა. ძირითადად კი ისინი, ვინც დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის პერიოდში საკვანძო პოზიციებზე მუშაობდნენ. იუსტიციის დეპარტამენტი, FBI, თავდაცვის დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტრო. ეს ის მიმართულებებია, სადაც ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა. კრიტიკოსები ამ მოვლენას ადმინისტრაციულ რევანშს უწოდებენ. ტრამპისთვის კი ეს სისტემის გაჯანსაღებაა, რომელსაც ის ილონ მასკთან ერთად ახორციელებს. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის America First პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, რეალურად ამერიკის გლობალურ იზოლაციას იწვევს. ევროკავშირი იწყებს ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ დიალოგს. აზიური ქვეყნები კი ამერიკის გვერდის გავლით ახალი სავაჭრო მარშრუტების ძიებაში არიან. ერთადერთი რამ, რაც ტრამპს მართლა გამოუვიდა, ეს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა იყო, რომელიც ქვეყნის იშვიათი რესურსების, მინერალების და საბადოების ათვისებას უკავშირდება. მართალია, ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება ომის 24 საათში დასრულება იყო, თუმცა ახლა მისი კაბინეტის წევრები მინერალების შეთანხმების გაფორმებას ზეიმობენ და პირობას დებენ, რომ 47 პრეზიდენტი ომს ძალიან მალე დაასრულებს, თანაც ამერიკისათვის ხელსაყრელი პირობებით. საერთო ჯამში დონალდ ტრამპის დაბრუნება მსოფლიოს აჩვენა, რომ მისი პოლიტიკა კვლავ იმავე სცენარით ვითარდება, როგორც ადრე. აგრესიული პოლიტიკა, ეკონომიკური ავანტიურები და შიდა სისტემის რადიკალური ცვლილებები. ეს ტრამპის ხელწერის ნაწილია. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ახლა ყველას აწუხებს, ისაა: შეძლებს თუ არა ტრამპი ამ ქაოსის მართვას, თუ საბოლოოდ მისი პოლიტიკა ამერიკასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს. ხო, ბოლო ამბებიდან რაც შეგვიძლია გამოვყოთ, არის ის, რომ დადისხმები, რომ ამერიკა უახლოეს მომავალში ოფიციალურად იტყვის, რომ გავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესიდან და ის, რაც უკვე ოფიციალურია, არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში, ხოლო 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა. ეს უკვე დადასტურებულია. განკარგულება ამის შესახებ გამოცემულია, მან ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზეც დაწერა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებზე ბევრად მეტი გააკეთა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის თემაზე საკმაოდ მძიმედ რეაგირებს შიგ დედა რუსეთი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ეს
სამართლიანად ნასროლი ქვა იყო რუსეთის ფედერაციის ბოსტონში, რომელსაც ცხადია ეგრევე მოხდა ძიმე რეაქცია ოფიციალური მოსკოვის მხრიდან, ისე იმ ფონზე, რომ სოფლიოს ლიდერები თუნდაც უახლესი წარსულის და ისტორიის ფაქტებზე არ და ვერ შეთანხმებულან, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე მსოფლიო ომის თემაზე სრული აცდენა აქვთ ამერიკის და რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს, რომელთაც ერთის მხრივ არ სურთ აღიარება, რომ ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დახმარება მეორე მსოფლიო ომის დროს სრულად და ბოლომდე მოდიოდა შეერთებული შტატებიდან ლენდ-ლიზის პროგრამით, რასაც თავის მხრივ ხდებოდა ადგილზე მიმღებად საბჭოთა კავშირი, რომელმაც მთავარი აქტივი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეწირა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და ფაშიზმის დამარცხებასაც. ცხადია, კონკურენცია იმ პერიოდშიც იყო და არც თუ მარტივი, გულისხმობ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს შორის ქიშპობას და კონკურენციას გასული საუკუნის შუა წლებში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მაგრამ ეხლა შევეშვათ ამას და ბოლო სიახლე რაც არის საერთაშორისო ამბებიდან, ის არის შემდეგი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ მიიღო დიდი სამამულო ომის 80 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსეთის შემოთავაზება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, მეტიც 7 მაისიდან შევწყვიტოთ ცეცხლი, 3 დღით კი არა, 30 დღით. თუ მაგარი ბიჭები ხართო, უთვლის რუსეთს და იქვე აყოლებს, რომ ოფიციალურ კიევს არ შეუძლია მისცეს უსაფრთხოების გარანტიები ლიდერებს, ვინც წითელ მოედანზე დაესწრება სამხედრო აღლუმსო და გამარჯვების დღის 80 წლის აღნიშვნას. მე ვერ გეტყვით საბოლოოდ რა მოხდება მოსკოვში ამ განცხადებამ, რომ ჩაძაბა ბოლომდე კიევს და მოსკოვს შორის ისედაც ზემტრული ურთიერთობები, ეს არის ფაქტი, თუმცა რამდენად ააღებინებს ხელს ეს მსოფლიოს 40-მდე ლიდერს, ვინც წინასწარი თანხმობა განაცხადეს აღლუმში მონაწილეობაზე, ვერაფერს გეტყვით. მოკლედ, რუსეთი მაისის დღესასწაულებისთვის ემზადება და მსოფლიო სწორედ ამას მიაქცევს ყურადღებას შემდეგ კვირაში და იმავდროულად არც ის დაგვაუწყდეს, რომ რეკორდულად იზრდება რუსეთის ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიც მთლიანად სამხედრო მოდელზეა მოწყობილი რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტი, რაზეც ასევე საქმიან დილაში და ჩვენ სხვა ტელეპროექტებში უკვე ხვალიდან მოგახსენებთ. ჩვენ საქართველოდან ვართ. ეს BMG-ა. ვიდრე გავაგრძელებთ ჩვენ საავტორო სიუჟეტებს და რუბრიკებს, მსურს კიდევ ერთი სიახლე გაგაცნოთ. ხო, იმდენი ვისაუბრეთ ამ უსაფრთხოებაზე ახლა ბოლოს, რომ მოვიკითხეთ ჩვენ და როცა საქმე სამოგზაურო მიმართულების არჩევას, ან უცხო ქვეყანაში, მაგალითად გადაცხოვრებას ეხება, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რომელიც განსაკუთრებულად დაკვირვებით განიხილება, ეს არის არჩეული ქალაქების უსაფრთხოება, კრიმინალის დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე ზოგადად. ალბათ ეს არის ის მთავარი განსაზღვრელი ფაქტორები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების დონესაც განსაზღვრავს და შესაბამისად უზრუნველყოფს მიგრანტთა დიდი რაოდენობის ტრაფიკს თავისკენ. აი ამ სიუჟეტიდან თქვენ ახლა სწორედ შეიტყობთ იმ ქალაქებზე, ერთგვარი რეიტინგია ესა, სადაც უსაფრთხოების ინდექსი არის ყველაზე მაღალი და იქ საქართველოსაც და ჩვენს დედაქალაქზეც აღმოაჩენთ ინფორმაციას. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 4.4 მილიარდი ადამიანი ქალაქებში ცხოვრობს. გაეროს პროგნოზით ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და 2050 წლისთვის ყოველი 10 ადამიანიდან თითქმის 7 ქალაქში იცხოვრობს. საცხოვრებლად ახალი ქალაქების არჩევის დროს ადამიანები რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად უსაფრთხოებასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. 7 და დაცული მიმართულების არჩევა კი ახალ ქალაქში ჩასვლასთან დაკავშირებულ სტრესს ამცირებს. იქნება ეს მოგზაურობის წინამღელვარება თუ სრულიად ახალი ცხოვრების დაწყების შიში. უსაფრთხო ქალაქების არჩევას ნამბეოს უსაფრთხოების ინდექსი ამარტივებს. პლატფორმა მსოფლიოს 424 ქვეყანას შესაბამის შეფასებას რამდენიმე კრიტერიუმით ანიჭებს. ესენია: კრიმინალის დონე, მარტო გადაადგილების უსაფრთხოება, ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმის სიხშირე, დისკრიმინაციის შემთხვევები, ნარკოტიკის მოხმარების დონე და სხვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ქალაქებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ.
ზედიზედ მერვე წელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აბუ-დაბი რჩება. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ადამიანთა დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამიტომ კრიმინალის დონეც დაბალია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელებს დეპორტი ემუქრებათ, რაც ქალაქის უსაფრთხოებას ზრდის. და რადგან საამიროები ცნობილია როგორც ძვირად ღირებული და მდიდრული მიმართულება, თაღლითობების შემთხვევებით შედარებით ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში. რიგით მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქი ისევ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია. მოგზაურების შეფასებით, აჯმანში ღამით გადაადგილება უსაფრთხოა. ავტომობილის მოპარვის, თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები კი მცირე. ქალაქის პოლიციამ კრიმინალის შემცირებისთვის არაერთი პროგრამა განახორციელა. შესაბამისად, აჯმანის კრიმინალური ინდექსი გაცილებით დაბალია ვიდრე საამიროების სხვა ქალაქებში. ქალაქი, რომელშიც მუდმივი მცხოვრებლების რაოდენობა მცირეა და უსაფრთხოების ინდექსით მაღალი გულითაა შეფასებული დოჰაა. ნამბეოს შეფასებით, კატარის დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე უცხო ქვეყნიდან მოდის. ამიტომ ტურისტებისთვის ეს მიმართულება უსაფრთხოა. თავად ქალაქიც ცდილობს არ ჩამორჩეს არაბეთის ყურის ქვეყნების სხვა მიმართულებებს და თავის სერვისებს მუდმივად აუმჯობესებს. დუბაი მსოფლიოში გამორჩეული ქალაქია, რომელიც ახალ მობინადრეებს კარიერული წინსვლისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა და უკვე 10 წლეულებია ამ სტატუსს ინარჩუნებს. მთავრობა მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მოქალაქეებისა და ვიზიტორების დაცვა პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ ქალაქში ტალანტებისა და ინვესტორების მოზიდვას უწყობს ხელს. უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის შერწყმა საამიროების მორიგ ქალაქში, შარჯაში დაგხვდებათ. ქალაქი იდეალურია როგორც მარტო, ისე ოჯახური ცხოვრებისთვის, რასაც პოლიციის ოფიცერთა მაღალი წარმომადგენლობა და სამეთვალყურეო კამერების სიხშირე განაპირობებს. 190,000 ადამიანით დასახლებული რას-ალ ხაიმა არაბეთის საამიროების რიგით მეექვსე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომელიც როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა. 2022 წელს ქალაქში საამიროებში პირველი Safe City პროექტიც განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოება. მოგზაურთა შეფასებით, აზიურ ქალაქებში უსაფრთხოებითა და მეგობრული ხალხით ტაივანის დედაქალაქი ტაიბეი გამოირჩევა. ქალაქში დაბალია კრიმინალის დონე, გამართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ფინანსურ, სამთავრობო და კულტურულ ცენტრს საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს. პოლიტიკური სტაბილურობითა და კრიმინალის დაბალი დონე ჩუა აღმოსავლეთის რეგიონში ომანი და მისი დედაქალაქი მასკატი გამოირჩევიან. ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სტუმარ-მასპინძლობა და პატივისცემა, რაც მასკატის გარემოს გამორჩეულად მეგობრულს და უსაფრთხოს ხდის. რეიტინგში პირველი ევროპული ქალაქი ჰააგა, სადაც კრიმინალის დონე სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია. გარდა იმისა, რომ ქალაქი პატარაა, რაც ახლო ურთიერთობებსა და საზოგადოებრიობას ზრდის, ჰააგას უსაფრთხოებას ისიც უზრუნველყოფს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ აქაა ბაზირებული. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოები, რაც ქალაქში კანონის უზენაესობას ამყარებს. ჰააგა ხშირად მიიჩნევა მშვიდობისა და სამართლიანობის სიმბოლოდაც. ათეულს კიდევ ერთი ჰოლანდიური ქალაქი, ეინდჰოვენი ხურავს, სადაც ინდექსით შეფასებული სახიფათო კრიტერიუმების უმრავლესობა დაბალ, ან ძალიან დაბალ შეფასებას იმსახურებს. მოგზაურთა შეფასებით უსაფრთხოა ქალაქში ღამით მარტო გადაადგილებაც. ეინდჰოვენში საცხოვრებელი ხარჯებიც უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად ამსტერდამში, რაც ქალაქს ოჯახური ცხოვრებისთვის კარგ ალტერნატივად აქცევს. რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც უსაფრთხოების ინდექსი დაბალია, კრიმინალის დონე კი მაღალი, 2025 წლის შეფასებით ხუთეული ასე გამოიყურება. ნამბეოს შეფასებაში თბილისი უსაფრთხოებით 47 ადგილზეა. დედაქალაქის უსაფრთხოების ინდექსი 74.47 ქულითაა შეფასებული. კრიმინალის ინდექსი კი 25 ქულით. ამასთან სახიფათო ფაქტორების უმრავლესობა აქ დაბალი, ანუ მწვანე შედეგით გამოირჩევა. გამონაკლისია მხოლოდ 5 წელიწადში კრიმინალის ზრდის შეფასება, რომელიც 54 ქულას აღემატება. ბიზნესის კვირეულის ეთერში ახლა რუბრიკა პროფესიონალის დროა. დღევანდელი სიუჟეტის მთავარი გმირი გახლავთ ბიზნესმენი მეწარმე, რომელიც საქართველოში ძირითადად შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. მის სახელია გიორგი წურწუმია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი საქმიანი ცხოვრება 26 წლის წინ დაიწყო. ჯერ იყო აბსოლუტურად სამოყვარულო დონეზე საქართველოში ავტომობილების იმპორტის განხორციელება, თუმცა მოგვიანებით სრულად ამერიკის ბაზარზე კონცენტრირდა. მეტიც გიორგი წურწუმიამ შექმნა კომპანია CG Luxury Autos, რომლის მეშვეობითაც ის დღეს სადილერო მომსახურების მიწოდებას ფაქტობრივად
ყველა შტატშიც უზრუნველყოფს. ამის პარალელურად საქართველოში დაფუძნებულ კომპანია American Auto Sales-აც მართავს, რომელიც დილერებისა და მომხმარებლების საჭირო სერვისის მოწოდებაზეა პასუხისმგებელი. ამერიკიდან საქართველომდე პროფესიონალი ავტოდილერის კარიერულ გზაზე უფრო ცლად გიამბობთ ლიკა მეგუთნიშვილის და გიორგი მაისურაძის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან, რომელშიც ცხადია ლადო ცხადაიაც იყო ჩართული. ამერიკული ოცნება ხომ რეალურად არაამერიკელების ოცნება. წმენა იმის, რომ ათასობით კილომეტრს მიღმა შესაძლებლობები უსაზღვროა და დაბადების ადგილის განურჩევლად შეგიძლია ოკეანის გადალახვით უკეთესი მომავალი განსაზღვრო. ამ ოცნებას გაჰყვა ისიც 26 წლის წინ. გიორგი წურწუმიას ამერიკული თავგადასავალი გასული საუკუნის მიწურულს იწყება, როცა მწვანე ბარათმა მშობლების არჩეული გზა თავისთავად გაკვალა. ამ გზაზევე იყო პირველი საქმიანი ნაბიჯებიც. დისტრიბუციაზე გავლით საკუთარ ავტოიმპერიამდე. გაზეთებში იწერებოდა, იყიდება ესეთეს ავტომანქანა და დავიწყე ამის ძებნა. მე ვიყიდე, მალევე მომბეზრდა, დავიწყე გაყიდვა, ძალიან სწრაფად გაიყიდა. მე მეორე მანქანა მივიყიდე, მალე მომბეზრდეს ეს და ძალიან ადვილად გავყიდე და უფრო მეტად გავყიდე, ვიდრე ვიყიდე. და ამის მერე აქ მეგობარი მყავდა, იმან მირჩია, მკითხა, ხო არ გამოვაგზავნეთ ერთი მანქანა, გამოვაგზავნეთ ერთი მანქანა და ძალიან სწრაფად გავყიდეთ. ერთ მანქანას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ტრანზაქციების ოდენობა, თუმცა ეს 2008 წლამდე. აგვისტოს ომმა სამშობლოში დააბრუნა ერთი გზის ბილეთით. მოქალაქეობის მიუხედავად დიდხანს უკან აღარ დაბრუნებულა. აქვე შექმნა კომპანია, რომელმაც ამერიკიდან საქართველომდე ავტომობილების იმპორტზე აიღო პასუხისმგებლობა. ბიზნესის განვითარების უწყვეტ სერიას მალევე ერთი ზარი წამოეწია. ამერიკიდან გამიშთა შემოთავაზება, რომ ვაქირაებთო ჩვენო სადილეროსო, ავტომანქანების აქ იყო ადრეს სადილერო, ისინი წავიდნენ და ხომარგინა ქირაობა. ისეთი ფასი შემოთავაზეს, არ იყო დასაკარგა. და ვიქირავ ის ადგილის ტერიტორია. მანამდე ვიყავ მარტო ექსპორტიური. მერე დავაფუძნე თვითონ იქავდი ნიუ-ჯერსის შტატში სადილერო, საცალო. დღემდე წარმატებით მუშაობს. რაც შეიცვალე არის ის, რომ მე ის 1-2 წელიწადში დავანებე თავი და მე უკვე ვიყიდე, შევიძინე ჩემი ტერიტორია სადილერო. ამერიკულ ბიზნესს ქართველი მესვეურით ნიუ-ჯერსიში ყველა კარგად იცნობს და დიდი ხანია აღარც მხოლოდ ნიუ-ჯერსიში. CG Luxury Autos სარეალიზაციო მასშტაბი 50-ვე შტატს მოიცავს. იქვე კოლუმბიის ოლქსაც. ყოველწლიურად გაყიდული ათასობით ავტომობილი დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა. ისევე როგორც ბიზნესში ჩადებული ინვესტიციებიდან ამონაგების ზრდადი კოეფიციენტი. უყოს მანქანები აუქციონებიდან იქ დაუმტვრეველი მანქანები მხოლოდ და მხოლოდ იქ დაანამტვრევს და განაკეთე მანქანას ცუდი სტატუსი აქვს და ვერ ყიდი კარგად. ასე რომ დაუმტვრეველ მანქანებს, სულთა მანქანებს ყიდულობთ, პირდაპირ ჩამოყვავს, წმენთ და პირდაპირ ყიდით. ჩემი მაქვს ყველაფერი. სადილეროში და გადაზიდვა გიგანტურ ჩამტვირთვა კომპანიებთან კონტრაქტები. პროფესიონალი ავტოდილერის სამომხმარებლო სეგმენტი ჯერ მხოლოდ ამერიკელებს აერთიანებდა. დროსთან ერთად ნდობისა და რეპუტაციის მასშტაბი ქართველ მომხმარებელზეც გავრცელდა თანმდევი ბენეფიტებით. ქართველებს ვიცი რა მანქანებიც უნდა პრიუსები სამუშაოდ, ჩადიან და დელივერებზე მუშაობენ. ერთადერთი გამომდგარი და გამართლებული ამ დროს ჰიბრიდული რაც წვავს ნაკლებს და დავიწყე ამ პრიუსების მომზადება, მომარაგება, დავიწყე შიდა განმოდებები. ეხლა ცოტა შევამცირე, ერთი 300 პრიუსი მარტო გავყიდე სადღაც ნახევარწლის განმავლობაში ამ პირობით. მომავალზე ფიქრი მუდმივად მეტის გაკეთების სურვილი გონებას არ წმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველა კრიზის სირთულეს გამოცდილების ერთ ხურჯინში აგროვებს და მერე ისევ თვით განვითარებისთვის იყენებს. ასე გაიარა საქმიან ცხოვრებაში 25 წელმა და ასე დაიწერა ერთი მმართველის ქვეშ ორი ბიზნესის ისტორია. საქართველოში მე მანქანები არ მომყავს, მაგის დრო არც მაქვს. აი ესე დილერებს და კლიენტებს ჩამოყვანე სერვისით მსახურებით. მანქანის რეკომენდაციას ვიძლევით, უმოწვევთ ისტორიას, რაც შეიძლება ყველაფერი. ამას შეიძლება აკეთებდეს, რასაც მე ვლაპარაკობ, ყველა ოფისი. უნარიქობდეს, მაგრამ ფასებში ვერ ავლენ, იმიტომ რომ ესენი არიან ფაქტიურად სხვის გაყიდულობა მოსახურებას ამერიკაში. შეიძლება ეს ოფისი საქართველოში იყოს კეთილსინდისიერი, მაგრამ ემსახურებოდეს არაკეთილსინდისიერი ამერიკაში. აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი. და მე ჩემ შემთხვევაში ვაკეთებ, მე ვარ, ჩემივე თავი არის ის, ვინც მემსახურება მე.
ამერიკული ბაზრის სიღრმისეული ცოდნის უპირატესობით საქართველოში ამერიკან ავტოსეილი, როგორც კომპანია de jure 10 წლის წინ დააფუძნა. აწყო სისტემა, რომლის მართვა და მომსახურების სრული ციკლის კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია. მანქანას როცა იყიდი აუქციონზე, ეს არნიშნავს, რომ ამით დასრულდა მისი ტრანსპორტირება საქართველოსამდე. ხან მოყვება საბუთი გული, ხან არ მოყვება. როცა არ მოყვება, უნდა დარეკო აუქციონს. ასევე უნდა შეუკვეთო პოსტით გამოგზავნა. აუქციონების მირეკავენ თვითონ ხანდახან მანქანას მოვიგებთ, არის ესეთი შემთხვევებიც, გამყიდველს არ აწყობს ეს თანხა და გეუბნება რამდენად შეუძლია რომ მოყიდოს მისი მანქანა. შენ შეგიძლია მიიღო მისი თანხა, შეგიძლია შენი შეთავაზო, შეგიძლია უარი უთხრა. ყოველდღიური კავშირი გვაქვს მაინც ამერიკასთან პირდაპირი ხაზით. ეფექტიანი სერვისების მიწოდების მიღმა ავტოდილერმა მომხმარებლის ცნობიერების ხარისხიც განსაზღვრა. პროფესიული ცოდნისა და ბიზნესის მარტივი პრინციპების გაზიარებით. ასწავლა, როგორ დაიცვან თავი საბაზრო მანიპულაციებისგან და როგორ მიიღონ საჭირო პროდუქტი, გაღებული თანხის ზუსტი პროპორციით. არის ხომ ესეთი რეკლამები სოციალურ ქსელებში, რომ იმდენად ნაკლებია, იმდენად დაბალ ფასს წერენ, რომ ესენი უკვე არიან სკამერები. ანუ რას ნიშნავს, რომ ესენი არასოდეს არ ჩამოგიყვანენ შენ დაკვეთილ მანქანას. იმიტომ რომ ღირებულებაზე ნაკლები უდევთ ფასი და ესენი საქართველოსთან არ ტვირთავენ ამ ქართულ ვიდეოებს, ესენი ტვირთავენ საზღვარგარეთიდან, რომელთაც ვერანაირად ვერ დაიჯერენ. აქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, რამოდენიმე ხელი გაახსნიან, მე იქიდან ფულს ამოიღებენ და აღარც გამოიხედებიან ნაკეთ. ამას ურჩევ რომ ასეთ ანკესებს, ეგრეთ წოდებულ ანკესზე არ წავიდნენ და არ ენდონ. ხელშეკრულება არაფერი არ არის. ადამიანი თუ გაქრება შენი ხელშეკრულება რჩება ფარატინა პროცესი. ხარისხი ნიშნავს საქმის სწორად კეთებას, მაშინაც კი როცა არავინ გიყურებს. ჰენრი ფორდის სიტყვები პროფესიონალისთვის ცხოვრების მთავარი კრედოა, ბიზნეს მიღწევის მთავარი გასაღებიც. 25 წლის შემდეგაც ამ პრინციპებით აგრძელებს საქმიანი ცხოვრების გზას და ამავე ფუნდამენტზე აშენებს ბიზნესის ახალ კონსტრუქციებს. არ უნდა მოატყუო არავინ, არც ერთი კლიენტი არ უნდა მოატყუო და არ დაპირდეს იმაზე ზედმეტს, რაც შენ არ ძალგიც იმის გაკონტროლება. და შემდეგ სწორი გამოთვლა, როგორც წაღან თქვი, არ უნდა შეგეჭამოს ფული, სწორად უნდა დათვალო შენი შემოსავალი, დროულად გაწერო, თორემ მე დაგავიწყდება. ეს ორი ძირითადი თვისება აქვს ბიზნეს გადარჩენას. ბიზნესის განვითარებისთვის კი შემდეგი ეტაპი ცენტრალიზებულიდან დელეგირებულ მართვის სტილზე გადასვლა და ოკეანის ორივე მხარეს ბიზნესის ექსპანსიის გაძლიერება. არა მხოლოდ ზომით, არამედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებით. წარმატებები მინდა უსურვო გიორგი წურწუმიას და მის კომპანიებს საქართველოშიც და შეერთებულ შტატებში დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და სასარგებლო რჩევებს მისცემს იმ მიმართულებას, რასაც ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი ქვია საქართველოში ამ საქმით ძალიან ბევრი 10,000-ობით ადამიანია დაკავებული და ეს მნიშვნელოვანი მოთამაშეები თავისი გონიერი სიტყვით და გამოცდილი საქმით არის სასარგებლო ამ ინდუსტრიისთვის. ხო და როცა საქმე მანქანის ყიდვას ეხება, ალბათ ყველას მაინც ზოგადად ახალ-ახალი ავტომობილის შეძენა ურჩევნია, თუმცა მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი და ეკონომიკური ცვალებადი ფონის გამო, გამოწვეული სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზებითაც, მათ შორის ეს სატარიფო ომმაც ძალიან მნიშვნელოვნად არია ბევრი რამ და ავტომობილთა მეორეულ ბაზარზე მინდა გითხრათ რომ მოთხოვნა ძალიან სერიოზულად იზრდება. Consumer Reports-მა ავტომობილთა ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც მეორად ბაზარზე ყველაზე საიმედო და გამძლე მოდელებს უშვებენ. სწორედ მათ შესახებ შეიტყობთ ახლა ინფორმაციას და ერთგვარ რეიტინგს ასევე სალომე ხიდურელის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების, მერყევი ეკონომიკური პროცესებისა და შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სატარიფო ომის ფონზე, ახალ-ახალი ავტომობილების ყიდვა ფუფუნებასთან ასოცირდება, რაც მოთხოვნას მეორადი მანქანების ბაზარზე ზრდის. როცა საქმე ავტომობილის ყოლის გრძელვადიან ხარჯებს ეხება, საიმედო ბრენდის არჩევა მის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც ირკვევა, მომხმარებლები მეორეული ავტომობილის შეძენისას ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ მისი შეკეთების ხარჯები და უპირატესობა მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდებს მიანიჭონ.
Consumer Reports სწორედ იმ ავტომობილთა რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა მეორად ავტომობილებსაც მომხმარებლები ყველაზე საიმედოდ მიიჩნევენ. მათ დასადგენად ორგანიზაციამ თავის წევრებს გასული 12 თვის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების გამართული ფუნქციონირება შეაფასებინა. ანალიზი 2015-2020 წლებში გამოსულ 150,000-ზე მეტ ავტომობილს აფასებს. შეფასების კრიტერიუმებშია როგორც წვრილმანი, ასევე ძვირადღირებული პრობლემები. მომხმარებელთა შეფასებით თითოეულ ბრენდს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება. საიმედოობის ვერდიქტით მეათე ადგილი 48 ქულიანის შეფასებით კადილაკმა დაიმსახურა. ბრენდი როგორც წესი ფუფუნებასთან ასოცირდება და მომხმარებელს როგორც კომპაქტურ, ასევე გამორჩეულად ტევად მოდელებს სთავაზობს. მფლობელთა დიდი ნაწილი კადილაკის ბრენდის მეორადი ავტომობილის შეზღუდვას რეკომენდაციას უწევს. ასევე 48 ქულიანის შეფასებით საიმედო მეორეულ მანქანებში მე-9 ადგილს Subaru-ს ბრენდი იკავებს. Subaru-ს მოდელებს Consumer Reports-ის წევრები ხშირად ასახელებენ მოწინავე პოზიციებზე, მფლობელთა კმაყოფილებისა და საიმედოობის რეიტინგებში. საიმედოობის ვერდიქტით 49 ქულა Nissan-ს რეიტინგის მერვე პოზიციაზე აქცევს. Nissan-ის ავტომობილების, სატვირთოებისა და ელექტრომობილების მოდელები პლატფორმაზე ხშირად იმსახურებენ პოზიტიურ შეფასებას. თუმცა ბრენდის საიმედოობა და მფლობელის კმაყოფილება მოდელიდან მოდელამდე მნიშვნელოვნად მერყეობს, რის გამოც Nissan-ი ათეულის ქვედა ნახევარში რჩება. 49 ქულით ფასდება Volvo-ს ავტომობილების საიმედოობაც. ბრენდი დღემდე ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას უსაფრთხოების ინოვაციისა და ხარისხის მიმართულებით, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე Volvo-ს ერთ-ერთ საიმედო ბრენდად აქცევს. თუ დახვეწილი ინტერიერის ავტომობილს ეძებთ, მაგრამ კადილაკისა და ლინკოლნის ღირებულება თქვენს ბიუჯეტს აღემატება, მეორადი Buick-ი საიმედოობის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს და ფუფუნების ბრენდების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. 53 ქულიან შეფასებას Buick-ის მოვალ პატრონობასთან დაკავშირებული დაბალი ფასიც განაპირობებს. რეიტინგის 5-ს აკურ ახსნის, რომელიც Honda-ს შვილობილი კომპანიაა და თავისი მოდელებით სწორედ Honda-ს გაუმჯობესებულ ალტერნატივას წარმოადგენს. აკურას ბრენდი ძირითადად SUV-ს ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, რომელთა საიმედოობაც მეორეულ ბაზარზე 55 ქულითაა შეფასებული. თავად Honda ავტომობილების ბაზარს ხელმისაწვდომ, სანდო და ეკონომიკურ მოდელებს სთავაზობს. კომპანიის HR-V და CR-V მოდელები ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების სტატუსს ფაქტობრივად ართმობენ. მისი რეპუტაცია, მფლობელის კმაყოფილების დონე და მოვლა პატრონობის ხარჯები Honda-ს 56 ქულასა და მე-4 ადგილს ანიჭებს. ხელმისაწვდომი, ელეგანტური, მარტივი. ამ სიტყვებით აფასებს Consumer Reports-ი Mazda-ს ავტომობილებს. ბრენდის საიმედოობის ვერდიქტით 63 ქულას იმსახურებს და მეორეული მანქანების ბაზარზე მესამე ადგილზეა. 74 ქულით ფასდება Toyota-ს გამორჩეული რეპუტაცია, რომელიც ბრენდმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და საიმედოობით დაიმსახურა. Toyota-ს მოდელების უმრავლესობა კომფორტის, ეკონომიისა და ხარისხის კატეგორიებში მომხმარებელთა მაღალ შეფასებას იმსახურებს, რაც მეორეულ ბაზარზე ბრენდს გამორჩეულ უპირატესობასაც ანიჭებს. მეორად ბაზარზე ყველაზე საიმედო ბრენდის წოდება Lexus-მა დაიმსახურა, რომელიც თავის მოდელებში კომფორტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებულ მიქსდებს. 81 ქულით Lexus-ის 2015-2020 წლების მოდელები ავტომობილებმა ყველაზე საიმედო მეორად ავტომობილად შეაფასეს. რეიტინგი გვიჩვენებს, რომ როდესაც საქმე მეორეულ ბაზარს ეხება, იაპონური ბრენდები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. როგორც ვიცი და მგონი ახლა ამით ამერიკას არ აღმოვაჩენა, რასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად საიტებს შორის ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში სწორედ ავტომობილებთან დაკავშირებული ვებგვერდებია. მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ვებგვერდი არსებობს. 1 მილიარდზე მეტი, საიდანაც აქტიური არის მხოლოდ 18, მაქსიმუმ 20%. ანუ დაახლოებით 200 მილიონია. მათგან ზოგი მეტი პოპულარობით სარგებლობს, ზოგი ნაკლებით. ყველაზე პოპულარულ საიტებს შორის კი ინტერნეტ მომხმარებლები ზოგს სულ რამდენიმე წუთს უთმობენ, ზოგს კი შედარებით მეტს. აი ამ სიუჟეტიდან, რომელიც ახლა თქვენთვის მოვამზადეთ, თქვენ გაიგებთ, თუ რა დროს უთმობენ მომხმარებლები პოპულარულ ვებ გვერდებს. როცა საქმე ვებსაიტის წარმატების გაზომვას ეხება, მხოლოდ ტრაფიკზე დაკვირვება საკმარისი არ არის. პლატფორმებს ერთმანეთისგან არ მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ ისიც განასხვავებთ, თუ რა დროს ატარებს თითოეული მომხმარებელი ვებგვერდზე. სწორედ ეს მონაცემები განსაზღვრავს, რა შემოსავალს დააგენერირებს ვებსაიტი განთავსებული რეკლამებიდან თუ გამოწერის სერვისებიდან. სიმილარ ვების თანახმად ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ინტერნეტ იუზერი სტუმრობს Google-ია, თუმცა ადამიანები ამ საიტს იმდენ დროს არ უთმობენ, რამდენსაც მაგალითად YouTube-ს ან სოციალურ ქსელებს.
2025 წლის თებერვლის მონაცემებით ყველაზე პოპულარული ვებგვერდის დომეინი google.com-ია, რომელზეც ერთი სესია დაახლოებით 10 წუთსა და 47 წამს გრძელდება. Google-ის ტრაფიკი თვეში დაახლოებით 140 მილიარდს აღწევს. პოპულარობით მეორე ადგილზე თითქმის 80 მილიარდიანი ტრაფიკით მსოფლიოში წამყვანი ვიდეო პლატფორმა YouTube-ია, რომელზეც მომხმარებელი ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ დროს, საშუალოდ 20 წუთსა და 47 წამს ატარებს. გასაკვირი არაა, რომ გასულ წელს ვებგვერდზე განთავსებული რეკლამებით YouTube-ის შემოსავალმა 36 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Facebook.com-ზე, რომელზეც მიმდინარე წლის თებერვალში 12 მილიარდზე მეტი სესია განხორციელდა და ყველაზე პოპულარულ ვებსაიტებში მესამე ადგილზეა, მომხმარებელი ერთ ვიზიტზე საშუალოდ 11 წუთს ხარჯავს. სიმილარვების თანახმად Instagram-ის ვებგვერდზე თებერვალში 7.2 მილიარდი ვიზიტი განხორციელდა. თითოეულის ხანგრძლივობამ კი საშუალოდ 8 წუთი და 41 წამი შეადგინა. პოპულარობით მეხუთე, ვიზიტების ხანგრძლივობით კი მეორე დომეინი X.com-ია. მიუხედავად ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვის შემდეგ პლატფორმისადმი მზარდი კრიტიკისა, ვებგვერდზე თვიური ტრაფიკი თითქმის 5 მილიარდია. თითოეული სესიის ხანგრძლივობა კი 12 წუთი და 27 წამია. მზარდი პოპულარობით სარგებლობს OpenAI-ის ChatGPT-ის ვებვერსია, რომელიც მსოფლიოში თვიური ტრაფიკით რიგით მე-7 ადგილზეა და 4.7 მილიარდ ვიზიტს აგენერირებს. საშუალოდ მომხმარებლები AI chatbot-თან საუბარს 6 წუთსა და 47 წამს უთმობენ. კიდევ ერთი ვებგვერდი, რომელზეც ერთი ვიზიტის ხანგრძლივობა 12 წუთს აღემატება, WhatsApp-ია. 3 წუთს გრძელდება სესია Wikipedia-ზე, 6 წუთს Reddit-ზე, ხოლო 7 წუთსა და 53 წამს აღწევს ვიზიტის ხანგრძლივობა Yahoo-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდის პოპულარობა პლატფორმის პოპულარობას არ განსაზღვრავს. მაგალითად, შეიძლება WhatsApp-ის საიტი ამ რეიტინგში მე-6 ადგილზეა, თუმცა ის მობილურ აპლიკაციათა ჩამონათვალში მუდმივად იკავებს მოწინავე პოზიციებს და ყველაზე გავრცელებული სამესიჯო პლატფორმაც არის. ამავე დროს, იმ მარკეტერის ინფორმაციით, TikTok-ის მომხმარებელი ვიდეოების ყურებაში დღეში საშუალოდ 58 წუთსა და 24 წამს ატარებს, თუმცა TikTok-ის ვებგვერდზე ვიზიტების ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წუთია და ეს პლატფორმა რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. ვებ ტრაფიკი გვიჩვენებს, ვინ სტუმრობს ამა თუ იმ ვებგვერდს. ვიზიტის ხანგრძლივობით კი ნათელი ხდება, ვინ რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მრავალწუთიანი სესია ყოველთვის უკეთესია. შეფასება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რა დანიშნულება აქვს პლატფორმას. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე ტექინფორმი ყველაფერი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ BMG-ზე გიორგი არონიასთან და გიორგი თოლორდავასთან ერთად. ისაც მართალია ინტერნეტს არასდროს ძინავს. ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ინტერნეტ მომხმარებლები მილიონობით ოპერაციას ასრულებენ. რა ვიცი, ძიება, სტრიმინგი, დაკლიკვა, ვიდეოების ნახვა, ვიდეოზარები, შეტყობინებები, ელექტრონული პოსტა, ანუ იმეილები. ყველაფერი ეს მონაცემებს აგენერირებს, რომლებიც სხვადასხვა დატა ცენტრებში, მონაცემების ცენტრებში ინახება. აი ახლა თქვენ სიუჟეტიდან გაიგებთ, თუ რა ხდება ინტერნეტში ერთ სრულ 24 საათში, ანუ ერთი დღე-ღამის განმავლობაში და რა ტრიალებს და რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ყოველ დღე მილიარდობით ადამიანი ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ჩვენი თითოეული ინტერაქციით კი იქნება ეს შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოს ყურება, ვიდეოზარის განხორციელება თუ ვებგვერდის სკროლვა, მონაცემები გენერირდება. ციფრული დატა შემდეგ გადის ქსელებს, სერვერებს და მონაცემთა ცენტრებში განთავსდება. ბოლო გამოთვლებით ყოველდღიურად 402 მილიარდი გიგაბაიტი დატა გენერირდება. მეტიც, მონაცემების გენერირების ტემპი 2010 წლიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და როგორც სტატისტიკა გვეუბნება, მსოფლიოში შენახული მონაცემების 90% მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში შეიქმნა. კატეგორიების მიხედვით მონაცემთა გლობალური ტრაფიკის 53%-ზე მეტი ვიდეოებზე მოდის. კონტენტის ეს ფორმა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ამას TikTok პლატფორმის, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ვიდეო კონტენტის წილის ზრდა ადასტურებს. სოციალურ და გეიმინგ კატეგორიებთან ერთად ეს სამი მიმართულება ინტერნეტში გენერირებული მონაცემების 75%-ზე მეტზე არიან პასუხისმგებლები. ინტერნეტ აქტივობის ყველაზე გავრცელებული და კომუნიკაციის დომინანტი ფორმა ელექტრონული პოსტაა. ყოველდღიურად 333 მილიარდი იმეილი იგზავნება, საიდანაც თითქმის ნახევარი 152 მილიარდი სპამია. ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად 24 მილიარდ შეტყობინებას გზავნიან. იყენებენ Google-ს წუთში 5.900.000 ჯერ, რაც დღეში 8.5 მილიარდ საძიებო სესიას უდრის.
Snapchat-ის მომხმარებლები ყოველდღურად საშუალოდ 3.5 მილიარდ სტორის აზიარებენ. Facebook-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობა კი 24 საათში 2.4 მილიარდს აღემატება. პოპულარობით სარგებლობს გაცნობის აპლიკაცია Tinder-იც, რომელსაც 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს. ისინი ყოველდღურად 1.5 მილიარდ კანდიდატს აფასებენ და მარჯვნივ სვაიპით ადასტურებენ მათი გაცნობის სურვილს. ციფრული კომუნიკაციის პოპულარულ ფორმად რჩება X-იც. პლატფორმაზე დღე-ღამეში თითქმის 500 მილიონი ტვიტი იდება. COVID პანდემიის შემდეგ Zoom-ის პლატფორმა ვირტუალურ მოშოობასთან ასოცირდება. ერთი დღის განმავლობაში Zoom-ის შეხვედრებზე ადამიანები 150 მილიონზე მეტ საათს ხარჯავენ. 1.54 მილიარდ საათს ატარებენ ინტერნეტ მომხმარებლები ვიდეო კონტენტის ყურებაშიც. მონაცემები, რომლებსაც ინტერნეტ მომხმარებლები აგენერირებენ, დატა ცენტრებში ინახება. ამ ინფრასტრუქტურით მსოფლიოში დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 10-ჯერ მეტი მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. შტატებში 5426 დატა ცენტრია, გერმანიაში 529, გაერთიანებულ სამეფოში 523, ჩინეთში 459, ხოლო კანადაში 327. ტოპ 10-ს საფრანგეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, რუსეთი და იაპონია აგრძელებენ. ინტერნეტ მონაცემთა გენერირება დღეს რეკორდულ ტემპებს აღწევს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება. მონაცემთა ცენტრები იტვირთება მომხმარებლის მიერ ისეთი მარტივი ოპერაციის შესრულებითაც, როგორიც მაგალითად ბმულზე დაკლიკებაა. ეს მუდმივი ციკლია, რაც გლობალურად დატა ცენტრებზე მოთხოვნასაც ზრდის. ინტერნეტი მართლა წალეკილია უამრავი ინფორმაციით, რომელიც სრულიად უმისამართოდ ვრცელდება და არც არავინ ან ვინმე შეუძლია ზოგადად იზრუნოს აქამდე გავრცელებული მასალის სწორობაზე. გავრცელებულ მასალებს შორის სხვა შორის არაერთი წყარო გადმოგცემს კიდევ ერთ ისტორიას, რომ ირანის უკანასკნელი შაჰი მუჰამედ რეზა ფეხლევი წარმოშობით ქართველი იყო. როგორც მოგახსენეთ, ამას სხვადასხვა ისტორიული წყარო ადასტურებს და როგორც ისტორიული ფაქტები გვეუბნება, მისი საქართველოში ვიზიტისას ფეხლევმა თავადაც დაადასტურა, რომ წარმოშობით ქართველი იყო. თუმცა გარდა მისი ქართული ფესვებისა, რომელიც ვერ გეტყვით რამდენად არის ბოლომდე დადგენილი, შესწავლილი და ჭეშმარიტი, მუჰამედ რეზა ფეხლევის მმართველობა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს უკავშირდებოდა. ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ეს თემა, მათ შორის ირანის ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, რომელიც ჯერ დასავლეთთან დაახლოებას, ქვეყნის განვითარებას, ბოლოს კი უკვე ისლამურ რევოლუციასაც მოიცავს. და მაინც როგორი იყო მისი მმართველობის წლები? ამის შესახებ გიყვებით ტიკო ნატმელაძის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან. ირანის ბოლო შაჰი, ფეხლევების დინასტიის მეორე და უკანასკნელი წარმომადგენელი, წარმოშობით ქართველი მუჰამედ რეზა ფეხლევი ქვეყანას 1941-79 წლებში მართავდა. სანამ მის ქართულ წარმომავლობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ რეზა ფეხლევის მამამ გარდაქმნა ირანის სასამართლო სისტემა. სამოქალაქო კოდექსის შექმნა, ქვეყნის სახელის შეცვლაც მის სახელს უკავშირდება და სპარსელი ქალების მიერ ჩადრის ტარების ვალდებულების გაუქმებაც. 1941 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ერთმანეთთან შეთანხმებით ირანის ჩრდილოეთ და სამხრეთ პროვინციები დაიპყრეს, რეზა შაჰი ტახტიდან გადააყენეს. ირანის შაჰი კი 22 წლის მუჰამედ რეზა ფეხლევი გახდა. დასაწყისში ახალგაზრდა შაჰი ქვეყნის მართვაში ნაკლებად მონაწილეობდა და მთავრობა უმეტესად ირანის მეჯლისს, ანუ პარლამენტს ექვემდებარებოდა. უცხოელი პოლიტიკოსები იქნებოდნენ ეს ფრანკლინ რუზველტი თუ უინსტონ ჩერჩილი, მას გამოუცდელ და გაუბედავ პიროვნებად მიიჩნევდნენ, რის გამოც პატივისცემასაც არ გამოხატავდნენ. ამას ისტორიული ფაქტიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც თეირანის კონფერენციის დროს შაჰი მათ პირადად ეწვია. მიღებაზე კი ორივემ დიდხანს ალოდინა. თუმცა მაგალითად საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი მუჰამედ რეზას შესახვედრად სასახლეში თავად მივიდა. 1944 წლის 28 ოქტომბერს კი თეირანის სტადიონზე გამართულ თბილისის დინამოსა და ირანის საფეხბურთო გუნდის მატჩს ირანის შაჰი თავად დაესწრო, თუმცა ერთია იოსებ სტალინთან და ქართულ ფეხბურთელებთან შეხვედრა და მეორეა შაჰის მიერ გატარებული რეალური პოლიტიკა, რომელიც ირანის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. რუზველტისა და ჩერჩილის მიერ გაუბედავად წოდებულმა შაჰმა პოლიტიკის გამკაცრება მალევე დაიწყო. მუჰამედ რეზა ფეხლევმა თანდათან უფრო ხისტი კურსი აიღო და საბჭოთა ლიდერს ჩრდილოეთ ირანიდან ჯარების გაყვანა და ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტა მოსთხოვა. მეტიც 1946 წელს ირანმა საბჭოთა კავშირს გაეროში უჩივლა და მალევე ის იძულებულიც გახდა, რომ ამავე წლის 9 მაისს ჩარების გაყვანა დაესრულებინა. მოგვიანებით კი 1946 წლიდან, როცა მას თავს დაესხნენ, შაჰმა თავისი რკინისწყალი უფრო აშკარად გამოავლინა და საშინაო პოლიტიკის გამკაცრებაც დაიწყო. მემარცხენე პარტიები აკრძალა ბევრი ოპოზიციური
რევოლუციონერი ციხეში გაუშვა. იმავე წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც შაჰმა მეჯლისის, ანუ პარლამენტის დათხოვნის უფლებაც კი მიიღო. მოჰამედ რეზასთვის კიდევ ერთი დიდი გამოცდა 1950-იანი წლების დასაწყისში ირანში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. 53 წელს ქვეყანაში ნავთობის მოპოვების ნაციონალიზების მოთხოვნით მოძრაობა დაიწყო. ამ დროს კი ნავთობის მოპოვება სრულად ბრიტანეთის ხელში იყო გადასული. შაჰმა კი ნაციონალიზაციის თაობაზე სპეციალურ კანონს ხელი მოაწერა. პრემიერ-მინისტრად კი ხალხში პოპულარული პოლიტიკოსი მუჰამედ მოსაყიდი დანიშნა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მიერ ემბარგოს გამოცხადების გამო მალე შაჰს თავის უფლებამოსილების გაფართოება კატეგორიულად მოსთხოვა, რასაც შემდგომში ამ ორ მხარეს შორის დიდი დაპირისპირება მოჰყვა. შაჰმა პრემიერი პოსტიდან გადააყენა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის ფონზე ისევ უკან დააბრუნა. ნავთობის მოპოვების ნაციონალიზაციამ ლონდონსა და ვაშინგტონში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკამ და ბრიტანეთმა მუჰამედ მოსადიყის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამისთვის სპეციალური ოპერაციაც დაგეგმეს, თუმცა მუჰამედ მოსადიყმა როგორღაც გაიგო ეს ამბავი და საპასუხო ზომები მიიღო შაჰის დასამხობად. მუჰამედ რეზა ფეჰლევმა მოასწროდა თავი ჯერ ბაღდად, შემდეგ კი რომში აფარა. თუმცა მალევე შაჰი რომიდან დაბრუნდა და ქვეყნის სადავეები დაიბრუნა, უფრო მეტიც უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიფართოვა. 1957 წელს საიდუმლო პოლიცია სავაკი შექმნა, მანამდე კი ირანის სამხედრო ბლოკ სენტოს წევრი გახდა. 1960-იანი წლების დასაწყისიდან შაჰმა მსხვილი რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების სერია დაიწყო, რომელიც ისტორიაში თეთრი რევოლუციის სახელით შევიდა. ნაციონალიზებული გახდა ტყეები და საძოვრები, აშენდა ქარხანა ფაბრიკები, სრულად ახალი სამრეწველო დარგებიც გამოჩნდა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საავტომობილო, ნავთობქიმიური გემი და თვითმფრინავმშენებელი საწარმოებიც აშენდა. ყოველწლიურად 100,000-ობით ახალგაზრდა დასავლეთში სასწავლებლად იგზავნებოდა. თეირანში ახალი პროსპექტები, კინოთეატრები, უმაღლესი სასწავლებლები და უამრავი ახალი სივრცე შენდებოდა. თეთრი რევოლუციის პერიოდში ირანი პროდასავლური პოლიტიკის ერთგული იყო. თეირანი სპარსეთის ყურის პატრონ-დამცველის სახელის დამკვიდრებისკენ ისწრაფოდა. რისთვისაც ძლიერი შეიარაღებული ძალები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ავიაცია და სამხედრო საზღვაო ფლოტი ჩამოყალიბდა. ირანი ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და იტალიას ისეთ თანამედროვე შეიარაღებებს უკეთავდა, რომლებიც თვით ამ ქვეყნების არმიებსაც საკმარისი რაოდენობით არ ჰქონდათ. საინტერესოა, რომ პროამერიკულ პროდასავლური ირანის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შეძენას არც საბჭოთა კავშირისგან ერიდებოდა. მოჰამედ რეზა ფეჰლევი 1968 წლის სექტემბრის ბოლოს მოსკოვში გაემგზავრა და იქ საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს შეხვდა. გაფორმდა ეკონომიკური ხელშეკრულება. ირანში საბჭოთა კავშირის დახმარებით რიგი ობიექტების მშენებლობა დაიწყო. სწორედ იმ დროს ჩამოვიდა თბილისში ირანის შაჰი და ამ ვიზიტის დეტალებში ირკვევა, რომ შაჰმა თავისი ქართული წარმომავლობა ქართულ დელეგაციას გაანდო. 70-იანი წლების შუა ხანებისთვის რეზა ფეჰლევმა გეგმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2000-იანი წლისთვის ირანის ეკონომიკა მსოფლიოში სიმძლავრით მეხუთე უნდა გამხდარიყო, თუმცა კრიზისი მალევე დაიწყო. 1976 წელს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა გაუარეს და გლეხები გაღარიბდნენ, უმუშევრობის დონე მიმატა. დასავლური რეფორმებით განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ისლამური სამღვდელოებისგან მოდიოდა. დასავლეთის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გაჩენილი ნაპრალი კი თანდათან ღვივდებოდა, მართული რეჟიმი კი უფრო მკაცრი ხდებოდა. სავაკელების სხვაგვარად მოაზროვნეებს მასობრივად აპატიმრებდნენ. სამღვდელოება ადამიანის რელიგიური უფლებების გაფართოებას ითხოვდა. მალევე შაჰის წინააღმდეგ ახალგაზრდობა და უმაღლესი განათლების მქონე ინტელიგენციაც გამოვიდა. ამ ყველაფრის ფონზე შაჰი იძულებული გახდა, რომ მთავრობა შეეცვალა, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო. ისლამური რევოლუცია მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს შაჰის ხელისუფლება დაუნდობა და ხშობდა, ქვეყანაში მიტინგების ტალღა ძლიერდებოდა და პროცესის აქტიური მხარდამჭერი სამღვდელოება იყო. მალევე ეკონომიკურ საბოტაჟზეც გადავიდნენ, რამაც ირანის ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია. და ასე 1979 წლის 16 იანვარს, როცა შაჰი მიხვდა, რომ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა, ნიავარანის სასახლიდან ავტომანქანების ქარავანი გავიდა და გეზი თეირანის აეროპორტისკენ აიღეს. ირანის რადიომ კი საზეიმოდ გამოაცხადა. დღეს 12 საათზე შაჰინშაჰმა მუჰამედ რეზა ფეჰლევმა ირანის ტერიტორია დატოვაო. 1979 წლის 1 თებერვალს ირანში იმამი ჰომეინი ტრიუმფით დაბრუნდა. 1 აპრილს კი ეროვნული რეფერენდუმი გაიმართა. მოსახლეობის 92%-მა ირანის თეოკრატიულ სახელმწიფოდ ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადებას მხარი დაუჭირა და ასე დაიწყო ახალი ეპოქა ირანში. პირველად მე-20 საუკუნეში გამარჯვებული რევოლუციის იდეოლოგია სრულად რელიგიაზე იყო დაფუძნებული. ფეჰლევების დინასტიის მმართველობა წარსულს ჩაბარდა. ირანის უკანასკნელი შაჰის რეზა ფეჰლევის მიმართ აზრები ისტორიკოსებს შორის ორად იყოფა. ზოგიერთისთვის ის ტრაგიკული გმირია, რეფორმებს და გახსნილ ირანს შეწირული, ზოგისთვის კი ავტორიტარი მმართველი. თუმცა ერთი რამ, რაც ფაქტია და ისტორია ვერ წაშლის, ირანის შაჰის ქართული წარმომავლობა და ფესვებია. ირანის შაჰინშაჰი ახლა რამდენად იყო ქართველი ბებიის შთამომავალი, ალბათ ამას ცოტა უფრო მნიშვნელოვანი წყაროების შეჯერება და ფაქტების წარმოდგენა დასჭირდება, მაგრამ ის რომ ის ნამდვილად ესწრებოდა საფეხბურთო მატჩს, პროსტები თბილისის და თეირანის ნაკრებებს შორის, ამის ფოტოებიც არსებობს და მაშინდელი საბჭოთა პრესაც კი ავრცელებდა ამაზეც ინფორმაციას საკადესი.
ეხლა ფეხლების პერიოდიდან თლათ ვერ დავიწყებთ, მაგრამ აი ის რომ მსოფლიოში მოვლენები დღითი დღე უფრო რადიკალურად იცვლება და შესაბამისად ყველა ინდუსტრიაც ევოლუციას განიცდის, გამონაკლისია არც საფეხბურთო ინდუსტრიაა, რომელიც წლიდან წლამდე ნერგავს ინოვაციებს და გულშემატკივრებიც ცდილობთ ამ ინოვაციებს აუწყოთ ფეხი. ხო და გადავწყვიტეთ განვლილი 15 წლისთვის გადაგვეხედა და თქვენთან ერთად გაგვეხსენებინა სწორედ ის სიახლეები და განახლებები, რასაც 2010 წლიდან დღემდე ხვდებით. ირაკლი მოდებაძე გვამოგზაურებს არც თუ ისე შორეულ წარსულში და მინდა გითხრათ ფასების, წესების, ტექნოლოგიის და ზოგადი მდგომარეობის თვალსაზრისით შეგვადარებინებს დეკადანახევრის წინანდელ ფეხბურთს დღევანდელ რეალობასთან. ნახოთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ვინაიდან ევოლუცია დედამიწის თამდევი პროცესია და ის ყველაფერს ეხება, გამონაკლისი ცხადია არც სპორტი და კონკრეტულად არც ფეხბურთია. ლეგენდარული ფეხბურთელები გზას უთმობენ ახალგაზრდა ტალანტებს, დიდი კლუბები მეორეხარისხოვნები ხდებიან და პირიქით. ფინანსური მაჩვენებლები შეუქცევა და იზრდება, წესები იხვეწება და ასე შემდეგ. 2010 წლიდან 15 წელია გასული და გადავწყვიტე, საზომად სწორედ ეს ხანგრძლივობა ამომერჩია, ვინაიდან დეკადნახევარი საკმაოდ დიდი დროა ცვლილებებისთვის. პირველ რიგში უნდა გადავხედოთ თუ რა სიტუაცია იყო ტოპ 5 ჩემპიონატსა და ევროთასებზე. ჩემპიონები 2010 წელს თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატებში იყვნენ მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა, ბაიერნი, ინტერი და მარსელი. თითოეული ქვეყნის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ინგლისში იმ დროს ძირითადად იუნაიტედი და ჩელსი ეცილებოდნენ ერთმანეთს ეროვნული ჩემპიონობისთვის. ერთის თავში ალექს ფერგიუსონი იდგა, ხოლო მეორის კარლო ანჩელოტი, რომელიც დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. დღევანდელი მსოფლიო გრანდი მანჩესტერ სიტი მაშინ მეორეხარისხოვან როლს ირგებდა. არაბული ფული ორგანიზაციაში 2 წლის ჩასხმული იყო და კიდევ 2 წელი მოუწიათ ჩემპიონობამდე მოწდა. წლევანდელი ლიდერი ლივერპული კი მაშინ კრიზისში იყო და ცხრილის ზედა ნაწილში იკავებდა განსხვავებულ პოზიციებს, სანამ მათ სათავეში 2015 წელს იურგენ კლოპი არ მივიდა. ესპანეთში გვარდიოლას ბარსელონას ეპოქა ახალი დაწყებული იყო და ყველა ტურნირის უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა. მადრიდში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და ფლორენტინო პერეს ჯერ კიდევ არ ჰყავდა საჩემპიონო შემადგენლობა ჩამოყალიბებული. ცხადია, ეს დუეტი დღესაც ყველაზე ძლიერია ლა ლიგაში, მაგრამ დღეს თუ მათ შემდეგ უდიდესი ძალა მადრიდული ატლეტიკოა, მაშინ ყველაზე ძლიერად უნაი ემერის ვალენსია ითვლებოდა. ის 4-ეულის წევრი მუდმივად იყო და სევილიაში გადაბარგებით ევროპა ლიგის დაუსრულებელი მოგებათა სერიაც დაიწყო. ატლეტიკოს მწვრთნელად დიეგო სიმეონე ჯერ კიდევ არ მუშაობდა, ვინაიდან 2011 წელს მივიდა და დღემდე ინარჩუნებს პოსტს. მანამდე კი ცხრილში მადრიდელები მე-9 ადგილს ჯერდებოდნენ, თუმცა მოქმედი ევროპა ლიგის ჩემპიონებიც იყვნენ. რაც შეეხება საფრანგეთს, შეიხებს PSG ჯერ კიდევ არ ჰყავდა შეწყდული, ეს მათ 2011 წელს გააკეთეს. მანამდე კი ლიონის ეპოქა იყო, რომელიც 2008 წელს დასრულდა და დაიწყო მორიგეობითი ჩემპიონობები. 2009-ში ბორდო, 2010-ში მარსელი, 2011-ში ლილი და 2012-ში მონპელიე. იმ მარსელის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი იყო, რომელსაც ფრანგული მედია ხოტბას ასხამდა და შედეგად პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების კაპიტანს ეროვნული გუნდის დამრიგებლად უხმეს. ვისაც იმ დროის ბუნდესლიგა არ ახსოვს, შეიძლება იფიქროს, რომ მიუნხენელებს აბსოლუტური დომინაცია ჰქონდათ დამყარებული, მაგრამ ეს ასე არაა. 2010-ში ბავარიელებმა მოიგეს ვერცხლის სინი, თუმცა 2011 და 2012 დორტმუნდის ბორუსიას წლები იყო. მანამდეც გერმანიის პირველობა 4 სხვადასხვა გუნდმა იზეიმა, ბაიერნის ჰეგემონია კი 2013 წლიდან დაიწყო. ბოლოს კი მივადექით იტალიას, როდესაც ინტერის მეფობის ხანა არა მხოლოდ აპენინებზე, არამედ მთელს ევროპაში იდგა. გუნდის თავი ჟოზე მოურინიო იყო, რომელმაც საოცარი შემადგენლობით იმ წელს ტრებლი მოიგო და ისტორია გადაწერა. ამის შემდეგ კი კლუბს გავარდნა დაეწყო და იუვენტუსის ხანა დადგა, რომელიც ზედიზედ 9 ჯერ გახდა ჩემპიონი. სანაკრებო დონეზე კი იმდენი რამ შეიცვალა ცალკე განხილვის საგანია და მხოლოდ FIFA-ს რეიტინგს შევხედოთ, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელ და დღევანდელ რეალობაზე. რაც შეეხება ფეხბურთელთა ღირებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს ჯერ კიდევ 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელებული არ იყო, მოთამაშეთა ფასი მაქსიმუმ 8 ნიშნა რიცხვებში მერყეობდა. იმ დროის საუკეთესო მოთამაშეები მესი და რონალდუ, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების პიკზე იყვნენ, ტრანსფერმარკზე თანაბარ 80-დან 90 მილიონ ევრომდე ფასდებოდნენ. ხავი და ინიესტას ფასი 60-65 მილიონი იყო, ხოლო პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ვეინ რუნის გადაბირება 53 მილიონად შეიძლებოდა. 100 მილიონიანი ბარიერი პირველ
პირველად 2013 წელს მადრიდის რეალმა გადალახა, როდესაც ტოტენჰემიდან გარეტ ბეილი დაიმატა. იმ პერიოდში დაიწყო საფეხბურთო ინფლაცია და მოთამაშეთა ღირებულება ზაფხულიდან ზაფხულამდე 8%-ით იზრდებოდა. 2015 წლიდან კი ინფლაცია მოულოდნელად 22 და მოგვიანებით 34%-მდე ავარდა, რაც ძირითადად PSG-ს მდიდრული ვაჭრობით იყო განპირობებული. განსაკუთრებით გაძვირდნენ მეკარეები და მცველები. 2011 წელს, როცა შალკედან ბაიერნმა ნოიერი 30 მილიონად გადაიბირა, ეს ყველას ეძვირა, მაგრამ 7 წელიწადში ლივერპულმა ალისონი 63-ად, ხოლო ჩელსიმ კეპა არისაბალაგა 80 მილიონად შეიძინეს. ფეხბურთელების გაძვირებას მათი ხელფასების გაზრდაც მოჰყვა. მესი და რონალდუს წლიური ანაზღაურება იმ დროს 10-12 მილიონამდე აღწევდა. 2020 წლისთვის კი ტოპ ფეხბურთელებს საშუალოდ 30-40 მილიონს უხდიდნენ. უკანასკნელი რამდენიმე წელია სრულ აგონიაშია გადავარდნილი საუდის არაბეთი, რომელიც იგივე 40 წლის რონალდუს წლიურად 200 მილიონს უხდის და სხვა ადგილობრივ ვარსკვლავებს მცირედით ნაკლებს. ევროპაში ტოპ შემტევებს ასეთი ხელფასები აქვთ: მბაპეს 60 მილიონი პლუს ბონუსები, ჰალანდს 44, ხოლო ვინისიუსსა და სალახს 33 მილიონი ევრო. მსოფლიო ფეხბურთს 2010 წელს ზეპ ბლატერი მართავდა, ხოლო UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი იყო. ორივე მათგანმა კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობების შესაბამისად ჯანი ინფანტინოსა და ალექსანდრ ჩეფერინს გადააბარეს. ბლატერიც და პლატინიც ფეხბურთის გარდაქმნას ცდილობდნენ. მათ პირველად მისცეს აფრიკის კონტინენტს შანსი ემასპინძლად 2010 წელს მუნდიალისთვის. მათივე ინიციატივით მომავალ მასპინძლებად ბრაზილია, რუსეთი და კატარი დასახელდნენ. პლატინიმ კი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა გაზარდა და თუ კი 2012 წელს 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, 2016 წელს უკვე ევროპის 24 საუკეთესო ნაკრებმა იასპარეზა. პლატინიმ დანერგა ფერპლეის წესებიც, რომელიც მკაცრად აკონტროლებს კლუბების შემოსავლებისა და ტრანსფერებზე გასავალის ხარჯებს, რომლის დარღვევაც უმკაცრესად ისჯება. 15 წელია გასული და გულშემატკივრების დიდ ნაწილს დღემდე არ ესმის ეს წესი როგორ მუშაობს, რადგან ტოპ გრანდების დიდი ნაწილი მაინც ხარჯავს ასეულობით მილიონს და არანაირი სანქცია არ ეკისრებათ, ხოლო შედარებით ღარიბებს პატარა გადაცდენაზეც შეიძლება სატრანსფერო ბანი დაადონ ან მინიმუმ ქულები ჩამოაკლონ. ამ წესმა განსაზღვრა უგრძელესი კონტრაქტების გაფორმების ტენდენციაც. იგივე ერლინგ ჰალანდმა სიტისთან ახალი ხელშეკრულება ზამთარში 9 წლით 2024 წლამდე გაახანგრძლივა და მსგავსი შემთხვევა ინგლისის პრემიერ ლიგაში კიდევ არაერთია. პლატინისა და ბლატერის წასვლის შემდეგ მთავარი სიახლე სანაკრებო დონეზე ერთა ლიგის ტურნირის დამატებაა, რომელმაც სამხანაგური მატჩები ჩაანაცვლა და ბევრად სერიოზული სახეც მიიღო. სწორედ ამ ტურნირის წყალობით მოხვდა საქართველოს თავისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზეც და აქედან გამომდინარე სიახლე ჩვენაირი პატარა სახელმწიფოებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. დაემატა კიდევ ერთი საკლუბო ტურნირი კონფერენს ლიგა, სადაც მესამე ხარისხოვანი კლუბები არჩევენ ერთმანეთში საუკეთესოს. ჩემპიონთა ლიგაზე გაუქმდა ჯგუფური ეტაპი და ფაზის ეტაპით ჩანაცვლდა, სადაც გუნდების რაოდენობა 36-მდეა გაზრდილი და საკალათბურთო პლეი-ოფის პრინციპი მოქმედებს. გაუქმდა კონფედერაციის თასი და დაემატა განახლებული საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის პირველ გამოშვებასაც მომავალ ზაფხულს ვიხილავთ. ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, რაც ასევე საქართველოსნაირი სახელმწიფოებისთვის ასპარეზობის კარგ შესაძლებლობას იძლევა. უკანასკნელ 15 წელიწადში ცვლილებები შეეხოთ საფეხბურთო წესებს. პირველი ალბათ ყველას ვარ ტექნოლოგია გვახსენდება, რომელიც გრანდიოზული ინოვაციაა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. 2017 წლიდან ის უკვე ყველა დონეზეა დანერგილი, თუმცა 100%-ით სამსაჯო შეცდომებისგან ვერ გვიცავს, ამიტომაც საუბრები დღემდე გრძელდება მის დახვეწაზე. ვარ ტექნოლოგიით ეპიზოდების გადამოწმება შესაძლოა გარკვეული წუთებით დასჭირდეს, რაც ავტომატურად დამატებულ დროზე ისახება და ეს მატჩის ხანგრძლივობას ზრდის. 2014 წელს დაინერგა კარის ხაზის ტექნოლოგია, რაც 2010 წლის ფრენკ ლამპარდის მოჩვენება გოლის გამოდადგა დღის წესრიგში, ხოლო კატარის 2022 წლის მსოფლიოზე ნახევრად ავტომატური თამაშგარეს წესი შემოიღეს. მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მწვრთნელებს ჩელენჯის აღება და ეპიზოდის გადამოწმება შეეძლებათ, ასევე შემოიღებენ ლურჯი ფერის ბარათს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი მოედანს 10 წუთით დატოვებს. გაზრდილია ცვლილებათა რაოდენობაც. 2020 წლამდე თუ 3 ფეხბურთელის გამოცვლა იყო შესაძლებელი, პანდემიის შედეგად კი ახლა ერთბაშად 5-ით ჩანაცვლებაა ნებადართული. 2021 წლიდან გაუქმდა სტუმრად გატანილი გოლის წესი, რის გამოც ბევრი თამაში დამატებით დროში გადადის და ეს ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე უარყოფი დაისახება. ბუნებრივია დროის გასვლასთან ერთად იზრდება ტექნოლოგიების განვითარების მაჩვენებელიც. დღეს სავარჯიშო ფორმაში ჩამონტაჟებული მოწყობილობების წყალობით შესაძლებელია მოთამაშის სტატისტიკისა და მონაცემების გარკვევა. მსგავსი ტიპის ტექნიკას უკვე ბურთებშიც ხვდებით, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს შეხებასა და თამაშგარეში არსებობასაც. ამ პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოცმედია მენეჯერების როლი. 2010 წელს YouTube 5 წლის იყო და სოციალური ქსელები ჯერ კიდევ დახვეწის რეჟიმში იმყოფებოდნენ. Instagram-ი სულაც იმავე წელს შეიქმნა, ხოლო სმარტფონებით მობილურის მომხმარებელთა
საშუალებათა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ სარგებლობდა. HD ხარისხში მატჩების თვალისდევნება ჯერ კიდევ დიდი სიახლე იყო და ტელევიზორებს smart ფუნქციები არ გააჩნდათ. 4K მხოლოდ 2014 წელს შემოვიდა. ონლაინ რეჟიმში მეკობრული გზებით გაშუქებული პირველი ტურნირი კი სწორედ 2010 წლის მუნდიალი იყო. როგორც უკვე ნახეთ, უკანასკნელ 15 წელიწადში ფეხბურთმა დიდი ცვლილებები განიცადა. ბევრი იტყვის, რომ წინა 15 წელი უკეთესი იყო და ბევრ რამეში მართლებიც იქნებიან, თუმცა ევოლუცია, როგორც თავში ვთქვი, შეუქცევადი პროცესია და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. რა მხრივ განვითარდება და შეიცვლება ფეხბურთი 2040 წლისთვის, ვინაიდან 2040 წლამდეც ზუსტად 15 წელია დარჩენილი. სპორტული ნივთების კოლექციონერების რაოდენობაც ასევე მუდმივად მატულობს, ვინაიდან აღნიშნული ინდუსტრია ყოველწლიურად უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს გვთავაზობს, რაც ისტორიის ნაწილი ხდება. ძირითადად ეს შესყიდვებით მაინც ამერიკული სპორტის მიმდევრები არიან დაინტერესებულები, თუმცა მინდა გითხრათ, ევროპელები ცდილობენ ამ მიმართულებისთვის და ერთგვარი ტრენდისთვის ფეხის აწყობას. ისევ ირაკლი მოდებაძემ ჩვენმა რეპორტერმა მოკრიბა ყველაზე ძვირად ღირებული გასხვისებული სპორტული ნივთების ჩამონათვალი და აი ამას ყველაფერს ერთ ვიდეო პრეზენტაციაში მოუყარა თავი, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ ბიზნესის კვირეულის 4 მაისის გამოშვებაში. რა არის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სუვენირი, რომელიც ოდესმე გაყიდულა? ბოლო წლების განმავლობაში სპორტული კოლექციონერობის ბუმის ფონზე ამ კითხვაზე პასუხი მუდმივად იცვლება. ბოლო 10 წლეულში საშუალოდ თითქმის ყოველ წელს ჩნდება ახალი სპორტული ისტორიის ნიმუში, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებულად ინათლება. მეორე მხრივ, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია დამოწმების მეთოდების გაუმჯობესება. მაგალითად, ფოტოსთან შედარებისა და მასალების ექსპერტიზის ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ კოლექციონერები უფრო დიდი თავდაჯერებით ყიდულობენ ნივთებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ნამდვილია. უფრო ძირეულად სპორტული სუვენირების ფასების ზრდა კი გამოწვეულია თავად სპორტის უნიკალური უნარით, შექმნას დაუვიწყარი და ფართოდ აღიარებული დიდების მომენტები. მრავალი წლის განმავლობაში სპორტულ კოლექციონერობაში დომინანტი იყო ბეისბოლი, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. დღესდღეობით კი ბაზარზე მხოლოდ ბეისბოლი აღარ დომინირებს, თუმცა ის სავარაუდოდ კვლავ მაღალფასიანი სუვენირების ბაზრის ნახევარს მაინც შეადგენს. ახლა სიაში უკვე ხვდებით კალათბურთს, ფეხბურთს, კრივს და ოლიმპიურ თამაშებსაც კი. ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული ნივთების სია კი ასე გამოიყურება. 1922 წლის ბეიბ რუთის college shot მაისური, 24.1 მილიონი $. სააუქციონო სახლმა Heritage-მა გასაყიდად გამოიტანა რუთის ნიუ-იორკ Yankees მაისური, რომელიც სპორტსმენს 1922 წლის მსოფლიო სერიის მესამე თამაში ეცვა. მაისური 24.1 მილიონ $-ად გაიყიდა, რითაც ყველა რეკორდი მოხსნა და გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული სპორტული ნივთი აუქციონების ისტორიაში. ბეიბ რუთის მაისურს დიდი ისტორია გააჩნია, ის 1990 წელს კერძო კოლექციონერმა უცნობი ქალბატონისგან $150,000 შეიძინა. თავად მანდილოსანს კი მაისური მამისგან დარჩა, რომელსაც ეკიპირება პირადად რუთმა უსახსოვრა. 1999 წელს მაისური $284,000 ბალტიმორის მუზეუმმა შეიძინა და 2005 წელს ნიუ-იორკ Yankees $940,000 მიჰყიდა. ცნობისთვის ამჟამინდელმა მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. 1952 წლის მიკი მენტლის ბარათი, $12.6 მილიონი. ეს უნაკლო მდგომარეობაში მყოფი ბარათი, რომელიც ეკუთვნის ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრ მიკი მენტლის, აუქციონზე 2022 წლის აგვისტოში გაიყიდა და წინა რეკორდულ ფასს ორჯერ გადააჭარბა. მენტლი იდეალურ შტორმს წააგავს, ის ახალბედა იყო 1951 წელს, ამიტომ ბევრი ბეიბი ბუმერი საკუთარი თვალით ხედავდა მის თამაშს, თქვა ქრის აივიმ, Heritage აუქციონის სპორტული სუვენირების დირექტორმა, რომელმაც ბარათი გაყიდა. იანკები მისი კარიერის პირველი 10 წლის განმავლობაში დომინანტები იყვნენ, 8-ჯერ გავიდნენ მსოფლიო სერიაში და მენტლი გახდა თითქმის ისეთივე ლეგენდარული ფიგურა, როგორც ბეიბ რუთი. ბარათი კოლექციური ნივთების საზღვრებს გასცდა და პოპ-კულტურის აიქონად იქცა, რაც აძლიერებს მის სიძვირფასეს. 1998 წლის მაიკლ ჯორდანის NBA-ის ფინალში ჩიკაგო ბულზის ნაცვამი მაისური $10.1 მილიონი. ჯორდანი იმ პერიოდში NBA-ის უდავო ლიდერი იყო და მას ბევრი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნევს. 1997-98 წლების სეზონის ბულზის ბოლო ჩემპიონობა დეტალურად გაშუქდა 2020 წლის პოპულარულ ESPN დოკუმენტურ ფილმში The Last Dance, რომელიც ჯორდანის მეხუთე და ბოლო MVP სეზონსა და მოულოდნელ პენსიაზე გასვლას ეხება. სოტყისმა 2022 წლის სექტემბერში $10.1 მილიონ გაყიდა ის და რაც ყველაზე უცნაურია, ჯორდანი ამ მაისურით პირველ თამაში ასპარეზობდა, რომელშიც დამარცხდა.
დიეგო მარადონას ღმერთის ხელად შერაცხული მაისური, 9.3 მილიონი $. მარადონას ეს ცნობილი მაისური 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში ეცვა, როცა პირველ ტაიმში ღმერთის ხელით გაიტანა გოლი, რაც მსაც არ შეუმჩნევია. მეორე ტაიმში კი მოედნის ნახევარი გაიარა, 6 მცველი მოატყუა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. მაისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთია 9.3 მილიონიანი შეფასებით. პირველი ოლიმპიური თამაშების მანიფესტი 8.8 მილიონი $. ეს ორიგინალი ხელნაწერი მანიფესტი პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს დაიწერა და სპორტის იდეალად ქცევის ხედვას გადმოსცემს, როგორც ხალხთა შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი. კუბერტენმა 2 წელში დააარსა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. სოთბისმა ეს იშვიათად ხილული დოკუმენტი 2022 წლის დეკემბერში აუქციონზე გაყიდა და უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის მოყვარულთათვის ამ 14 გვერდიან დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ლიონელ მესის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოყენებული მაისურები 7.8 მილიონი $. გენიალურმა არგენტინელმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყანა ჩემპიონობამდე მიიყვანა, რაც მარადონას 1986 წლის გამარჯვების შემდეგ პირველი იყო. მესიმ გაყიდული 6-ვე მაისური პირველ ტაიმებში ატარა ჯგუფური ეტაპის ნახევარფინალისა და ფინალის დროს და 4 გოლი გაიტანა. სოთბისმა მაისურები 2023 წლის დეკემბერში გაყიდა. ისინი მესის გამორჩეული სათამაშო კარიერის სიმბოლოდ მიიჩნევა. აუქციონი ვენჩურული კაპიტალის მიერ იყო მხარდაჭერილი, რომლის ერთ-ერთი ინვესტორიც მილიარდერი სტივ კოენი გახდათ. ჰონუს ვაგნერის T206 ბეისბოლის ბარათი 7.25 მილიონი $. ეს იშვიათი ბარათი ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრს ჰონუს ვაგნერს ეკუთვნის და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ სუვენირად. ვაგნერმა ბარათების გამოშვება 1911 წელს გააჩერა, როცა გაიგო, რომ მათ ზურგზე სიგარეტის რეკლამა იყო, ხოლო T206 ეწოდება იმიტომ, რომ მხოლოდ 206 ეგზემპლარი გამოუშვეს, რომელთაგან მხოლოდ 50 რჩება დღეს. 1914 წლის ბეიბ რუთის პირველი სეზონის ბარათი 7.2 მილიონი $. ბეიბ რუთი ითვლება თავისი ეპოქის უდიდეს მოთამაშედ და ალბათ ყველა დროის ყველაზე გავლენიან ბეისბოლისტად, რომელმაც თავის სპორტს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. თუმცა ამ ბარათზე ის არც იანკების, არც რედ სოქსის მაისურით არ არის გამოსახული, არამედ ბალტიმორის ორიოლსის ფორმაშია, რომელშიც მაშინ დაბალ ლიგაში თამაშობდა. ამ ბარათის მხოლოდ 10-მდე ეგზემპლარის არსებობაა ცნობილი, რომელთაგან ერთ-ერთი 2023 წელს რობერტ ედვარდ აუქშენსმა გაყიდა. კობი ბრაიანტის 1996-97 წლების ლეიკერსის სადებიუტო სეზონის მაისური 7 მილიონი $. მაისური, რომლითაც ლეგენდარულმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა სადებიუტო შეხვედრაში 1996-97 წლების სეზონში იასპარეზა, სოთბის აუქციონზე 7 მილიონ $-ად გაიყიდა. ეს ღირებულება საკალათბურთო ეკიპირებაში გადახდილი თანხის ოდენობით მეორე შედეგია ისტორიაში. თავად ბრაიანტის გაყიდული რელიქვიებიდანაც ეს ნივთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან აქამდე უძვირფასესად მისი 2008 წელს საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღებისას ნაცვამი ეკიპირება ითვლებოდა. სოთბისი აღნიშნულ მაისურს აფასებს როგორც ხიდს თინეიჯერის საოცარ პოტენციალსა და იმ დახვეწილ სიდიადეს შორის, რომელიც მის გზას მოჰყვა. აქამდე მაისური 2012 წელს $115,000 იყო გასხვისებული. მუჰამედ ალის ბრძოლა ჯუნგლებში მოპოვებული ქამარი 6.2 მილიონი $. ალბათ კრივის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა და მისი ყველაზე ცნობილი მონაწილეები მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმენის სახით, რომლებიც 1974 წელს ზაირში შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. იმ დროისთვის ალი აუტსაიდერად ითვლებოდა. ბრძოლისას განზრახ მისცა ფორმენს შესაძლებლობა ბევრჯერ დაერტყა, რათა დაეღალა, შემდეგ კი მერვე რაუნდში ის ნოკაუტით დაამარცხა. სატიტულო ქამარი 2022 წელს ჰერითეიჯ აუქშენზე NFL-ის მფლობელმა ჯიმ საიმ იყიდა. თუ დაიბადეთ ღარიბი, ეს არ არის თქვენი ბრალი. აი თუ თქვენ ღარიბი მოკვდებით, ეს ნამდვილად თქვენი ბრალია. ბილ გეიტსი. ბილ გეიტსზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე მხოლოდ ქართულის რუბრიკაში დღეს კირკეს, ანუ ქართული კოსმეტიკის ბრენდის შესახებ გიყვებით, რომლის წარმოება დიახ ნანა თავხელიძემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სრულად საკუთარი ხელით სხვადასხვა სახის სამკურნალო თუ კოსმეტიკური საპნების საცხების და მრავალი პროდუქციის წარმოებას დღემდე აგრძელებს. მხოლოდ ეს არაა, კირკემ ახალხან სასწავლო კურსების დაამატა და მისი დამფუძნებელი უკვე კოსმეტიკის წარმოების მსურველებს სპეციალურ გაკვეთილებსაც უტარებს. უფრო მეტი დეტალი კირკეს ისტორიისა და საომავლო გეგმების შესახებ ჩვენი რეპორტიორის თიკო ნატველაძის სიუჟეტიდან მოვისმინოთ და ვნახოთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.
ჩემი დაინტერესება ნატურალური საპნის დამზადებით დაიწყო ჯერ კიდევ ჩემი პროფესიით მუშაობის დროს მინდოდა რაღაც ჩემი გამეკეთებინა და სამსახურისთვის თავი დამენებებინა და აი ამ ძიებაში, რჩევაში აღმოვაჩინე, რომ არის საპნის დამზადების ეს მეთოდი. შემდეგ დაახლოებით წელიწად ნახევარი 2 წელი იყო, ვიდრე სამსახურს თავს დავანებებდი. შესწავლის პროცესი, ეს ყველაფერი თეორიული, მე პრაქტიკული მასე გადასვლა საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი პროცესი იყო. ცოტა საშიშიც, იმიტომ რომ მაგ ტუტი არის ყველაზე საშიში აგრესიული კომპონენტი და მაგიტომ ბევრი სიფრთხილე და ცოდნა იყო აუცილებელი და საჭირო. მაშინ როცა უკვე ვიგრძენი თავი რომ შემეძლოთ ამოუკიდებლად ჩემი გამეკეთებინა და ჩემი ბიზნესი დამეწყო. დავანებე სამსახურს თავი და მოკლედ დავიწყე ჩემი ბიზნეს საქმიანობა. ამ ეტაპზე მაქვს კოსმეტიკური ხაზი მაქვს ცალკე და მაქვს ნულიდან დამზადებული საპნები. ორივე შემთხვევაში ფუძეს არ ვიყენებ არც კოსმეტიკური პროდუქტების დამზადების დროს და არც საპნების დროს. ყველაფერს ვამზადებ ნულიდან. საპნები დაახლოებით 40 დასახელებამდე მაქვს, იმის მიხედვით მაქვს ვირის რძის საპნები, მაქვს ტანის დასაბანი, სამკურნალო მიმართულება, მაქვს სახის დასაბანი საპნები და კოსმეტიკური პროდუქტები კიდევ მოვლის საშუალებები, საცხები, თვალის ირგული, დღის, ღამის, რეტინოლის, C ვიტამინის შრატები მაქვს. თავდაპირველად ძალიან ძნელი იყო მომხმარებლისთვის ახსნა გარჩევა უჭირდა, რატომ იყო ჩემი საპონი ძვირი, მე გეუბნებით ამას 2018 წლიდან დავიწყე ეს და მაშინ ჩემი საპნები დაახლოებით 10 ლარამდე 10-12 ლარის ფარგლებში იყო და უკვირდათ იმ პერიოდში ალბათ აღარ მახსოვს, მაგრამ ლარამდე თუ ეღირებოდა ლარ ნახევარი საპონი მაღაზიაში და განსხვავება რა იყო, რატო უნდა ეყიდათ ჩემი ამის ახსნა განმარტება მჭირდებოდა ცოტა ისეთი რთული პროცესი იყო, ესე ვთქვათ. როცა ტურისტულ სეგმენტს, ესე ვთქვათ, ტურისტებს შევხვდი, აღმოვაჩინე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, არ უკვირთ ყველა ქვეყანაში, ევროპა, ამერიკა, რა ვიცი, რუსული ქვეყნები, ყველგან ძალიან კარგად განვითარებული ბიზნესია ეს მიმართულება და მათთვის არც ფასიც მისაღები იყო, იცოდნენ კიდეც. ტურისტები იყვნენ, თუმცა ეხა ტურისტული სეგმენტი რო რაღაც ჩაიკეტა, აღარა ისეთი შემოსვლა ქვეყანაში, მეც ვეღარ მუშაობ ამ მიმართულებით, მაგრამ მქონდა ძალიან დიდი ხნის ვემზადებოდი, ესე ვთქვათ, რომ სასწავლო პროგრამა დამეწყო და აი ამ ჩავარდნის პერიოდმა, ესე ვთქვათ, გაყიდვები ამ მიმართულებით რახან მოიკლო და აღარ იყო ტურისტების შემოსვლა, გადავედი უკვე სასწავლო პროცესს. დამწოთას მაქვს საპნის დამზადების მთლიანი კურსის შესწავლა, ნულიდან საპნის დამზადების, რომელიც მოიცავს 10 გაკვეთილს, ამ 10 გაკვეთილიდან 4 გაკვეთილი არის თეორიული მასალა და დანარჩენი არის უკვე პრაქტიკა. მაისიდან უკვე კოსმეტიკის შესწავლასაც ვაპირებ, თუმცა იქ მექნება სრული კურსიც და მექნება გარკვეული თემებიც რა, საკმაოდ დიდი თემა ამოუწურავი და ისეთი დიდი თემაა მოკლედ კოსმეტიკა და იქ ვაპირებ ვიდეო გაკვეთილებიც მინდა რომ ჩავწერო და რაღაცა გეგმები ბევრი მაქვს. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დადგა ჩვენი ეპილოგის დროც და დღეს ასეთი ამბავი მაქვს თქვენთვის. ბრიტანულმა გამოცემამ
The Daily Mail-მა გამოქვეყნა სტატია სხვადასხვა მეცნიერებზე დაყრდნობით, რომელთაც ჩაუტარებიათ შენ ხარ ჩემი ბატონი კვლევა და აღმოუჩენიათ. და როგორც იქნა აღმოაჩინეს თუ რატომ არიან სუპერ წარმატებული ადამიანები, დიდრებიც და შესაბამისად სუპერ პოპულარულებიც. და დიდრები მარკ ცაკერბერგი, სტივ ჯობსი, აცხონოს ღმერთმა ბილ გეიტსი და მოკლედ ბევრი უფიქრიათ თუ არა, ბევრი უკლევიათ თუ არა აი ამ მეცნიერებს, აი ამ ადამიანებზე დაყრდნობით და აღმოჩნდა რომ ცაციები, დიახ, ცაციები არ მოგესმათ, უფრო ხშირად ხდებიან მილიარდერები ვიდრე არაცაციები. მოდი ესე ვიტყვი, ამ მეცნიერებს მიუხედავთ ამ თემისთვის სერიოზულად და ბევრი დაკვირვება უწარმოებიათ, მათ შორის მსოფლიოს მთავარი კომპანიების აღმასრულებლებისთვის, დირექტორებისთვის, ისინი ძირითადად ცაციები არიანო და მათი შედეგებით კომპანიებს, რომლებსაც ცაციები მართავენ, მათ გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც არაცაციები მართავენ. თავის დროზე სხვათა შორის გონი 2013 წლის ინტერვიუა ბილ გეიტს კითხეს თქვენ ცაცია ხართო და თუ ახდენს ეს გავლენას თქვენს წარმატებაზეო და Microsoft-ის ლეგენდარულმა დამფუძნებელმა მგონი ესე უპასუხა ჩარლი როუზის კითხვას, რომელმაც მიმართავდა ამ კითხვით, რომ არ ვიციო, უბრალოდ ამბობენო, რომ ცაციებს ნიჭის წარმოჩენის და ვარიაციის უფრო მეტი საშუალება აქვთ. თუმცა ეს არ არის დამტკიცებულიო. ესე უპასუხა ბილ გეიტსმა. მოკლედ ესეთი ამბებია ცაციების თავს და The Daily Mail-ის კვლევას. ხო, ამ კუთხით მეაწი არაფერი მეშველება და იზღად ამჩენია ცაცია ხარ თუ არა ბარაკა და მეტი შემოსავლები გისურვოთ ჯანმრთელობასთან ერთად. ამ ისტორიას ცაციების გამორჩეულ უნარებზე და The Daily Mail-ის კვლევაზე ამ დღეებში უკვე საქმიან დილაში მოგიყვებით. აბა შეხვედრამდე და დროებით რჩებით BMG-ზე. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola.